მოგესალმებით ჩემო გამომწერებო და ჩემო მსმენელებო. დღეს ჩავწერ მეორე ენოქის წიგნს თავიდან ბოლომდე. ეს არის ენოქის საიდუმლოებათა წიგნი. მეორე ენოქის ორიგინალი დაკარგულია და დღეს მხოლოდ ძველ სლავურ ხელნაწერებში არსებობს. ავრაჰამ კახანამ და მისმა კოლეგებმა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მკვლევარმა მათეოს კახანმა, აიღეს ძველი სლავური და ნაწილობრივ გერმანულ ბერძნულ სამეცნიერო ტექსტი და ის თანამედროვე ებრაულზე თარგმნეს, ანუ რეკონსტრუქცია გაუკეთეს. რათა ებრაელი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გაიხადათ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ენოქის წიგნი დღეს მხოლოდ ძველ სლავურ ენაზეა შემორჩენილი. მკვლევართა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სლავური ტექსტის მიღმა ბევრად უფრო ძველი სემიტური, ებრაულ ან არამეული ფესვები იმალება. დავიწყოთ. თავი პირველი. იყო ვინმე კაცი ბრძენი, დიდი ხელოვანი და შეიყვარა იგი უფალმა და შეიწყნარა იგი, რათა ეხილა მას უზენაესი სავანანი და გამხდარიყო თვითმხილველი, ყოვლადწლიერი ღვთის ბრძენი, დიდი მიუწვდომელი და უცვლელი სუფევისა. უფლის მსახურთა ფრიად საკვირველი, დიდებული, ბრწყინვალე და მრავალთვალიანი დასისა. უფლის მიუვარი ტახტისა, უსხეულო მხედრობათა ხარისხებისა და გამოცხადებებისა, სტიქიათა სიმრავლის გამოუთქმელი მსახურებისა, ქერუბიმთა მხედრობის, სხვადასხვა რიგ გამოჩინებისა და გამოუთქმელი გალობისა და უსაზღვრო ნათლისა. იმ დროს თქვა მან, როდესაც შესრულდა ჩემი ცხოვრების 165 წელი, შვიდ ჩემი ძე მათუსალა. ამის შემდგომ ვიცოცხლე კიდევ 200 წელი და შეუსრულდა ჩემი ცხოვრების ყველა წელს 365 წელი. თვის პირველ დღეს მარტო ვიყავი სახლში, ვისვენებდი ჩემს სარაცელზე და ჩამეძინა. როდესაც მეძინა, გულში დიდი სიმძიმე ვიგრძენი. ძილში ვტიროდი და ვერ მივხვდარიყავი, რა იყო ეს სიმძიმე, ან რა მელოდა. და გამომეცხადა ორი კაცი უზარმაზარნი, დედამიწაზე მსგავსი არასოდეს მინახა. მათი სახეები მზესავით ანათებდა, თვალებიც როგორც ალმური შუქი. ბაგებიდან ცეცხლი გამოზდიოდათ. სამოსელი და გალობა სხვადასხვანაირი და იისფერი ჰქონდათ. ფრთები ოქროზე ბრწყინვალე, ხელები კი თოვლზე თეთრი. ისინი ჩემს სასტუმალთან იდგნენ და სახელი დამიწყეს მოხმობა. წამოვდექი ძილისაგან და ნათლად ვიხილე ის ორი კაცი, რომლებიც ჩემს წინ იდგნენ. მივესალმე მათ და შიშმა შემიპყრო. ჩემი სახის იერი შიშისგან შეიცვალა, ხოლო იმ კაცებმა მითხრეს: გამხრევდი ენოქ, ნუ გეშინია, მარადილმა ღმერთმა გამოგზავნა შენთან და აჰა, დღეს ჩვენთან ერთად ახვალზეცაში. შენ კი უთხარი შენ შვილებსა და მთელს შენს სახლებულს ყველაფერი, რაც მათ უნდა აკეთონ დედამიწაზე, შენ სახლში, შენს გარეში. და ნურავით დაგიწყებთ ძიებას, ვიდრე უფალი არ დაგაბრუნებთ მათთან. ვიჩქარე მათ და მიმორჩილება, გავედი სახლიდან, კართან მივედი, როგორც მიბრძანეს, მოუხმე ჩემს შვილებს მათუსალას, რეიმსა და ირადს და ვაუწყე მათ ყველა ის საკვირველება, რაც იმ კაცებმა მითხრეს. თავი მეორე. მისმინეთ შვილებო, არ ვიცი სად მივდივარ ან რა მელოდება, ამიტომაც შვილებო, გეუბნებით, არ განუდგეთ ღმერთს ცრუთა პირისპირ, რომელთაც არ შეუქმნიათ დედამიწა, რადგან დაიღუპებიან ისინიც და მათ თაყვანისმცემელნიც. უფალმა განგიმტკიცოთ გული მის და მის შიშით. ახლა კი შვილებო, ნურავინი ფიქრებს ჩემს ძიებას, ვიდრე უფალი არ დამაბრუნებს თქვენთან. თავი მესამე. დაიქმნა რაჟამს უთხრა ენოქმა ეს თავის შვილებს, აღიტაცეს იგი ანგელოზებმა თავიანთი ფრთები დაიყვანეს პირველ ცაზე და დასვეს ღრუბლებზე. და იქ ვიხილეთ და კვლავ უფრო მაღლა ავიხედე და ვიხილეთ ეთერი. და დამსვეს მათ პირველ ცაზე და მიჩვენეს ფრიად დიდი ზღვა, მიწიერ ზღვაზე უდიდესი. თავი მეოთხე. და მომგვარეს მე წინაშე პირისა ჩემისა ვარსკვლავთა დასების უხუცესნი
და მთავარი და მიჩვენეს 200 ანგელოზი, რომლებიც განაგებენ ვარსკვლავებს და მათ მსახურებას სათაშინა. ფრთებით დაფრინავენ და გარსულიან ყველას, ვინც ნაოსნობს. თავი მეხუთე. და აქ გადმოვიხედე დაბლა და ვიხილე თოვლის საგანძურები. და ანგელოზები, რომლებიც იცავენ მათ საშინელ საცავებს და ღრუბლები, საიდანაც გამოდიან და სადაც შედიან ისინი. თავი მეექვსე. და მიჩვენეს მეცვრის საგანძური, ზეთისხილის ზეთის მსგავსი და ხილვამისი სახისა, ვითარცა ყოველი ყვავილი დედამიწისა. და აგრეთვე მრავალი ანგელოზი, რომლებიც იცავენ ამ საგანძურებს და თუ როგორ იკეტებიან და იღებიან ისინი. თავი მეშვიდე. და წამიყვანეს იმ კაცებმა და ამიყვანეს მე მეორე ცაზე და მიჩვენეს ბნელი, მიწიერ ბნელზე უდიდესი, და იქ ვიხილე დაბმული პატიმრები, რომელთაც მეთვალყურეობას უწევდნენ და ელოდნენ დიდსა და უსაზღრო სამსჯავროს. და ეს ანგელოზები იყვნენ გარეგნობით პირქუშნი, მიწიერ ბნელზე უფროსად და დაუცხრომლად მოთქვავდნენ ყოველ ჟამს. და უთხარ იმ კაცებს, რომლებიც ჩემთან იყვნენ, რისთვის იტანჯებიან ესენი დაუცხრომლად? და მათ მიპასუხეს მე, ესენი არიან ღვთის განდგომლნი, რომელნიც არ დაემორჩნენ ღვთის მცნებებს, არამედ საკუთარ ნებას მიყვნენ და განუდგნენ თავიანთ თავართან ერთად, რომელიც ასევე შებოჭილია მეხუთე ცაზე. და შემებრალა ისინი ფრიად, მათ კი სალამი მომცეს და მითხრეს, კაცო ღვთისაო, ილოცე ჩვენთვის უფლის წინაშე და მივუგე მათ, ვინ ვარ მე მოკვდავი კაცი, რომ ვილოცო ანგელოზთათვის? ვინ უწყის, სად მივდივარ, ან რა მელოდება, ან ვინ ილოცებს ჩემთვის? თავი მერვე. და წამიყვანეს იქიდან იმ კაცებმა, ამიყვანეს მე მესამე ცაზე და დამსვეს იქ. და გადმოვხედე დაბლა და ვიხილე იმ ადგილთან ნაყოფი, რომლის მსგავსი სიკეთე არავის სმენია. და ვიხილე ყოველი კეთის სურნელოვანი ყვავილოვანი ხე და ვიხილე ნაყოფი მათი, ფრიად სურნელოვანი და ყოველი საზრდელი მათგან აღმოცენებული კეთის სურნელებით აორთქლებული. და იმ ხეთა შორის იყო ხე ცხოვრებისა, იმ ადგილას, სადაც უფალი ისვენებს ხოლმე, რაჟამს ავას ამოთხეთ, და ეს ხე არის გამოუთქმელი სიკეთისა და სურნელებისა. და შემკული ყოველ არსებულზე მეტად და ყოველი მხრიდან ოქროსფერია, მეწამული და ცეცხლისებრი, და ხფარავს ყოველივეს და აქვს ყოვლადნაირი ნაყოფი. მისი ფესვი არის ბაღში დედამიწის კიდეზე, ხოლო სამოთხი არის განხრწნადობასა და ურწნელობას შორის. და იქიდან მოედინება ორი წყარო, რომელთაგან გამოდის თაფლი და რძე, და მათგანვე მოედინება ზეთი და ღვინო, და განიყოფიან ისინი 4 ნაწილად. 7 დინებით გარსულიან და ჩაედინებიან ედემის სამოთხეში, განხრწნადობასა და უხრწნელობას შორის. და იქიდან გადიან დედამიწის ზურგზე და ბრუნდავენ თავიანთ წრეზე, ვითარცა სხვა სტიქიანი. და აქ არ არის არც ერთი უნაყოფო ხე და ყოველი ადგილი კურთხეულია. და არის იქ 300 ანგელოზი, ფრიად ბრწყინვალე, რომლებიც სამოთხეს იცავენ და დაუცხრომელი ტკბილი გალობითა და დაუდუმებელი ხმით ემსახურებიან უფალს ყოველ დღე და ყოველ ჟამს. და ვთქვი მე, რაოდენ ტკბილია ეს ადგილი, და იმ კაცებმა მითხრეს. თავი მეცხრე. ეს ადგილი, ენოქ, გამზადებულია მართალთათვის, რომელნიც ითმენენ ყოველგვარ შეურაცხყოფას მათგან, ვინც მათ სულებს განარისხებს, რომელნიც აბრუნებენ თვალთთვის და უჯულოებისაგან, ყოფენ მართალ სამსჯავროს, აძლევენ პურს მშივრებს, ფარავენ შიშველთ სამოსლით, აღადგენენ დაცემულთ, შეეწევიან ჩაგრულობლებს და უბიწოდ დადიან უფლის წინაშე და მხოლოდ მას მსახურებენ. სწორედ მათთვის არის გამზადებული ეს ადგილი საუკუნო სამკვიდრებლად. თავი მეათე. და წამიყვანეს იმ ორმა კაცმა და ამიყვანეს ჩრდილოეთის მხარეს და მიჩვენეს იქ სფრიად საშინელი ადგილი და იყო ყოველგვარი ტანჯვა იმ ადგილას, სასტიკი ბნელი და უნათელო წყდიანი და არ იყო იქ ნათელი. არამედ მღვრია ცეცხლი, რომელიც მუდმივად მაღლა გიზგიზებდა და მოდიოდა ცეცხლოვანი მდინარე და მთელი ის ადგილი ყოვლად ცეცხლი იყო. და ყოვლადო იყო ყინვა და ყინული, წყურვილი და კანკალი, ბორკილები კი იყო ფრიად სასტიკი. და ანგელოზები საშინელნი და უწყალონი, მრისხანე იარაღის მტვირთველნი და უმოწყალო ტანჯველნი და ვთქვი მე, ვაი, რაოდენ საშინელია ეს ადგილი.
და იმ კაცებმა მითხრეს, ეს ადგილი, ო ენოქ, გამზადებულია მათთვის, ვინც უპატივცემულობას ყოფს ღვთის მიმართ, ვინც დედამიწაზე ბუნების საწინააღმდეგო ცოდვას ჩადის, რაც არის ყრმათა გახსნა სოდომური წესით. აგრეთვე ჯადოქრობისთვის, მისნობისთვის და ეშმაკეული გზნეულებისთვის, მათთვის, ვინც იქადის თავისი ბოროტის საქმეებით, იპარავს, ტყუის, ცილსწამებს, შურს, ბოღმას ინახავს, ბრუშობს, კაცკლავს და მათთვის, ვინც დაწყევლილმა მოიპარა ადამიანთა სულები, მათთვის, ვინც ხედავს რა ღარიბს, ართმევს მას დოვლას და თავად მდიდრდება სხვის იქონებით, რითაც ვნებს მათთვის, ვისაც შეეძლო გამოეკვება მშიერი, მაგრამ სიკვდილისათვის გაწირა იგი, ვისაც შეეძლო შეემოსა, მაგრამ გააშიშვრა იგი, და მათთვის, ვინც არ შეიცნო თავისი შემოქმედებით თაყვანისცა უსულო და უსიცოცხლო ღმერთებს, რომელთაც არც ხედვა შეუძლია და არც სმენა, ცრუ ღმერთებს და ვინც ააგო გამოთლილი ქანდაკებები და თაყვანისცა არაწმინდა ხელთნაკეთ. სწორედ ყოველი მათგანისათვის არის გამზადებული ეს ადგილი საუკუნო სამკვიდრებლად. თავი მე-11. წამიყვანეს იმ კაცებმა და ამიყვანეს მეოთხე ცაზე და მიჩვენეს მზისა და მთვარის სulis ყოველი თანმიმდევრობა და მათი სინათლის ყველა სხივი. და გავზომე მათი სვლა შევადარე მათი ნათელი და ვიღილე რომ მზის სინათლე აღემატებოდა მთვარისას. მისი წრე და თვლები, რომლებზეც იგი მარადის მიდის, მსგავსია ქარისა, რომელიც ქრის ფრიად საკვირველი სიჩქარით და დღისით თუ ღამით მას მოსვენება არ აქვს. მის სვლასა და მობრუნებას თან ახლავს 4 დიდი ვარსკვლავი და თითოეულ ვარსკვლავს ქვემორეთ ყავს 10 ვარსკვლავი, მზის თვლის მარჯვნივ და 4-იც მარცხნივ, რომელთაც ასევე 1000 ვარსკვლავი ყავთ ქვემორეთ, ყოვლადვე 8000 და განუწყვეტლივ გამოდიან მზესთან ერთად. და დღისით 15000 ანგელოზი ახლავს მას, ხოლო ღამით 1000 და 6-ფრთიანი გამოდიან ანგელოზებთან ერთად მზის თვლის წინაშე ცეცხლოვან ალში, ხოლო 100 ანგელოზი აგზნებს მზეს და აალებს მას. თავი მე-12. და მივხედე და ვიხილე მზის სხვა ფრინვავი სტიქიები, რომელთა სახელებია ფენიქსები და ქალკიდრები, საკვირველნი და დიდებულნი, ლომის ფეხებით და კუდით, ხოლო თავით ნიანგისებრი, ებრაულად ლევიათა, ნიანგი. მათი იერი მეწამულია ვითარცა ცისარტყელა, მათი ზომა 900 საწყავოა, ხოლო ფრთები ანგელოზთა ფრთების მსგავსი აქვთ თითოეულის 12 და ახლავს და თანახვებია მზეს და აქვთ სიცხე და ცვარი, ვითარცა ნაბრძანები აქვთ ღვთისაგან. ასე ბრუნავს მზე და მიდის და აღმოცენდება ცის ქვემოდან და მისი სვლა დედამიწაზე მიემართება მისი სხივების დაუცრომელი ნათლით. თავი მე-13. წამიყვანეს იმ კაცებმა აღმოსავლეთისაკენ და დამსვეს მზის ჭეებთან, საიდანაც გამოდის მზე დროჟამთა წესრიგისა, მთელი წლის თვეთა გარემოქცევისა და დღისა და ღამის საათთა რიცხვის მიხედვით. და ვიხილე 6 ღია ბჭე, რომელთაგან თითოეული ზომა იყო 61 სტადიონი და სტადიონის მეოთხედი და გამზომე ისინი ჭიშმარიტად და შევიცა მათი სიდიდე, რომელთა გავლითაც გამოდის მზე მიემართება დასავლეთისაკენ, სწორდება და აღმოცენდება ყოველთვის და კვლავ ბრუნდება 6 ბჭიდან დროჟამთა მონაცვლეობისამებ. ამგვარად სრულდება მთელი წლის ჟამი 4 დროის მიბრუნების შემდგომ. თავი მე-14. და კვლავ წამიყვანეს იმ კაცებმა დასავლეთის მხარეს და მიჩვენეს 6 დიდი ღია ბჭე, აღმოსავლეთის ბჭეთა შესატყვისი, მზის ჩასავალის პირისპირ, დღეთა რიცხვის 365-ისა და მეოთხედის მიხედვით. ამგვარად კვლავ ჩადის იგი დასავლეთის ბჭეებში და თან მიაქვს თავისი ნათელი, თავისი ბრწყინვალების დიდებულება, დედამიწაზე რამე თუ მისი ბრწყინვალების გვირგვინი ზეცაშია უფალთან და მას იცავს 400 ანგელოზი, ვიდრე მზე ბრუნავს თვალზე დედამიწის ზედაპირზე და ყოფს იგი 7 დიდ საათს ღამით და განვლის თავისი სვლის ნახევარს დედამიწაზე, ხოლო რაჟამს მიუახლოვდება აღმოსავლეთის გასასვლელს ღამის მერვე საათზე მოაქვს თავისი ნათელი და ბრწყინვალების გვირგვინი და მზე აალდება ცეცხლზე უფროსად. თავი მე-15. მაშინ მზის სტიქიებმა ფენიქსებმა და ქალკიდრებმა წოდებულებმა დაიწყეს გალობა, ამიტომაც ყოველი ფრინველი ფრთებს აფართხალებს და ხარობს სინათლის
მომცემლის გამო და წამოიწყეს გალობა უფლის ბრძანებით. მოდის სინათლის მომცემენი, რათა მისცეს ბრწყინვალება მთელს წუთისოფლს და ისახება დილის გუშაგობა, რაც არის მზის სხივები და გამოდის მზე დედამიწისა და იღებს თავის ბრწყინვალებას, რათა გაანათოს დედამიწის მთელი პირი და მათ მიჩვენეს მზის სვლის ეს აღრიცხვა. ხოლო ბჭეები, რომლებშიც იგი შედის, არის წლის, საათ და აღრიცხვის დიდი ბჭეები. ამ მიზეზით მზე არის დიდი ქმნილება, რომლის გარემოქცევა გრძელდება 28 წელს და კვლავ იწყება თავიდან. თავი მე-16. და იმ კაცებმა მიჩვენეს სხვა სვლაც, მთვარისა 12 დიდი ბჭე, გვირგვინ მოსინი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, რომელთა გავლითაც შედის და გამოდის მთვარე დადგენილ დროთა მიხედვით. შედის პირველ ბჭეში მზის დასავალ ადგილებში ზუსტად 31 დღით, მეორე ბჭეში ზუსტად 31 დღით, მესამეში ზუსტად 30 დღით, მეოთხეში ზუსტად 30 დღით, მეხუთეში ზუსტად 31 დღით, მეექვსეში ზუსტად 31 დღით, მეშვიდეში ზუსტად 30 დღით, მერვეში სრულად 31 დღით, მეცხრეში ზუსტად 31 დღით, მეათეში სრულად 30 დღით, მე-11-ში ზუსტად 31 დღით, მე-12-ში ზუსტად 28 დღით. და გაივლის დასავლეთის ბჭეებს აღმოსავლეთის ბჭეთა წესრიგისა და რიცხვის მიხედვით და აღასრულებს მზის წლის 365-სა და მე-4 დღეს. ხოლო მთვარის წელიწადი შეიცავს 354 დღეს და აკლდება მას მზის წლის 12 დღე, რაც არის მთვარის ეფექტები მთელი წლისა. ამგვარადვე დიდი წრე შეიცავს 532 წელს. დღის მე-4-ს ტოვებს 3 წლის განმავლობაში, ხოლო მე-4 წელიწადი ავსებს მას ზუსტად. ამის გამო ისინი განყენებულნი არიან ზეცის გარეშე 3 წლის მანძილზე და არ ემატებიან დღეთა რიცხვს, რამე თუ ცვლიან წელიწადსა დროს 2 ახალ თვემდე სისრულისაკენ და 2 სხვა თვემდე კლებისაკენ. დარაჟამს დასრულდება დასავლეთის ბჭეები, ბრუნდება და მიემართება აღმოსავლეთისაკენ. ნათობდა დასაბამთან და მიდის ასე დღისით და ღამით, ცის წრეებზე, ყველა სხვა წრეზე დაბლა, ცის ქარებზე უსწრაფესა და სულნი, სტიქიანი და ანგელოზნი ფრინავნი და თითოეული ანგელოზს 6 სიფრთა აქვს. მას აქვს 7 კეცი სვლა 19 წელიწადში. თავი მე-17. ცათაშუაგულში ვიხილე შეიარაღებული მხედრები, უფლის მსახური, ტიმპანებითა და ნესტვებით. ებრაულად ეს არის ბეტუპიმ უვუგავიმ. მუსიკალური ინსტრუმენტებია, დაფთაფები ან ტიმპანები და სტვირები ან სალამურები, ორგანის წინამორბედი ჩასაბერი საკრავები, რაც ხშირად ხდება ფსალმუნებში უფლის დიდებისა. თანამედროვე ებრაულში სიტყვა უგავ დიდ კლასიკურ საეკლესიო ორგანს ნიშნავს, თუმცა ბიბლიურ დროში ის ძველებურ ჩასაბერ საკრავს, მრავალლულიან სტვირს ნიშნავს. ტიმპანებით და ნესტვებით, დაუცხრომელი ხმით, ტკბილი ხმით, ტკბილი და დაუცხრომელი გალობით და სხვადასხვა გვარი სიმღერით, რომლის აღწერა შეუძლებელია და რომელიც განაცვიფრებს ყოველგვარ გონებას, რაოდენ საკურველი და დიდებულია იმ ანგელოზთა გალობა და მევტყბებოდი მისი სმენით. თავი მე-18. წამიყვანეს იმ კაცებმა მეხუთე ცაზე და დამსვეს იქ და იქ ვიხილე მრავალი და ურიცხვი მხედარი, წოდებული გრიგორით, ანუ მღვიძარენი. ებრაულად არის ჰაირიმ, ფხიზელნი ან მეთვალყურენი, ინგლისურად watchers. დანიელის წიგნისა და ენოქის წიგნში ასე იწოდებიან ანგელოზები, რომლებიც ზეციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ. გრიგორით იწერია ეს, ანუ ადამიანის იერით და მათი სიდიდე აღემატებოდა დიდ გოლიათთა ზომას. სახეები კი გაამხმარი ჰქონდათ და ბაგეთა დუმილი მარადეული. და არანაირი მსახურება არ აღესრულებოდა მეხუთე ცაზე და უთხარი იმ კაცებს, რომლებიც ჩემთან იყვნენ.
რისთვის არიან ესენი გამხდარნი სახეები, წულხარი და ბაგეები დადუმებული, ან რატომ არიან არ არის მსახურება ამ გზაზე და მათ მითხრეს მე. ესენი არიან გრიგორინი, რომელთაც თავიანთ თავარ სატანაელთან ერთად უარყვეს ნათლის უფალი და მათ კვალზე არიან ისინიც, რომელიც დიდ მილში არიან შებოჭილნი მეორე ცაზე. და მათგან სამნი ჩამოვიდნენ დედამიწაზე უფლის ტახტიდან ερμონის მთის ადგილას და გატეხეს თავიანთი აღთქმა ερμონის მთის მწვერვალზე და იხილეს ასულნი კაცთანი, რაოდენ კეთილნი იყვნენ და მოიყვანეს თავისთვის ცოლებად და შებილწეს დედამიწა თავიანთი საქმეები და თავიანთი ჟამის ყოველ დროს ქმნეს უსჯულოება და აღრევა. და იშვნენ გოლიათნის საკვირველი დიდკაცნი და დიდი მტრობა. და ამის გამო განიკითხა ისინი ღმერთმა დიდი სამსჯავროთი და ტირიან ისინი თავიანთი ძმათა გამო და დაიჯებიან უფლის დიდ დღეს. და უთხარი გრიგორით, ვიხილე მე ძმანი თქვენი და საქმენი მათნი და დიდნი ტანჯვანი მათნი და ვილოცე მათთვის, მაგრამ უფალმან დასაჯა იგინი. რათა იყვნენ მიწის ქვეშე, ვიდრე არსებულიც ადამიანს არ დასრულდება საუკუნოდ. და ვთქვი მე, რაღაცაღა ელიც მანო რატომ არ მსახურებთ უფლის წინაშე და რად არ წარადგეთ თქვენ მსახურებას უფლის წინაშე, რათა საბოლოოდ არ განარისხოთ უფალი თქვენი? და ისმინეს მათ შეგონება ჩემი და უთხრეს 4 დასს ზეცაში და აჰა, რაჟამს დგავდი იმ ორ კაცთან ერთად, 4-მა ნესტმა ერთ ხმად დასსა დიდი ხმა და გრიგორინმა წამოიწყეს გალობა ერთი ხმით და აღვიდა ხმა მათი უფლის წინაშე საწყალობა და შემძვრელად. თავი მე-19 და წამიყვანეს იქიდან იმ კაცებმა დამიყვანეს მე-6 ცაზე და იქ ვიხილე ანგელოზთა 7 გუნდი, ფრიად ბრწყინვალელი და მეტად დიდებული. და სახენი მათნი მზის ბრწყინვალებაზე უპროსად ელავდნენ და ბზინავდნენ და არ იყო რაიმე განსხვავება მათ სახეებში, ქცევასა თუ სამოსლის წესში. და ესენი განაგებენ წესრიგს და სწავლობენ ვარსკვლავთა სვლას, მთვარის ცვალებადობას, ბზის გარემოქცევასა და წუთისოფლის კეთილმართვას. და რაჟამს იხილავენ ბოროტის ქმნას, ადგენენ ცნებებსა და დარიგებებს და წამოიწყებენ ტკბილსა და ხმამაღალ გალობას და ყოველგვარ დიდების სიტყვაობას. ესენი არიან მთავარ ანგელოზნი, რომელიც ანგელოზებზე ზემდგომნი არიან და განაგებენ ყოველგვარ სიცოცხლეს ზეცაში და დედამიწაზე. და ანგელოზნი, რომელიც დადგენილნი არიან დრო, ჟამსა და წელიწადებზე. ანგელოზნი, რომელიც განაგებენ მდინარეებსა და ზღვას და რომელიც განაგებენ დედამიწის ნაყოფთ. და ანგელოზნი, რომელიც განაგებენ ყოველსა ბალახს და საზრდელს აძლევენ ყოველსავე ცხოველს. და ანგელოზნი, რომელიც აღნუსხავენ ადამიანთა ყოველ სულსა და ყოველ საქმეს და მათ ცხოვრებას უფლის წინაშე. მათ შორის არის 6 ფენიქსი, 6 ქერუბიმი და 6 ექვსფრთიანი. დაუცხრომლად ერთი ხმით გალობენ და შეუძლებელია მათი გალობის აღწერა და ხარობენ ისინი უფლის წინაშე მის ფეხსაყრდენთან. თავი მე-20 და აღმამაღლეს იმ ორმა მამაკაცმა იქიდან მე-7 ცაზე და ვიხილე იქ უდიდესი ნათელი და მთავარ ანგელოზთა ცეცხლოვანი მხედრობანი, უსხეულო ძალნი და უფლებანი, დასნი და მთავრობანი, ქერუბიმი და სერაფიმი, საყდარნი და მრავალთვალნი არსებანი, 9 დასი, ნათლის სადგომების სავანეები და შემეშინდა და წწორომ შეემყრო დიდი შიშით, ხოლო იმ მამაკაცებმა წამიყვანეს, წარმიძღვრნენ და მითხრეს. გამხნევდი ენოქ, ნუ გეშინია და მიჩვენეს უფალი შორიდან, რომელიც იჯდა თავის უზენაეს საყდარზე, რამე თუ რა არის მე-10 ცაზე თუ კი უფალი მკვიდრობს იქ, მე-10 ცაზე არის ღმერთი, რომელსაც ებრაულ ენაზე ეწოდება არავოთი. და ყოველი ზეციური მხედრობა მოდიოდა და დგებოდა 10 საფეხურზე თავიანთი დასის მიხედვით და თაყვანს სცემდნენ უფალს და კვლავ ბრუნდებოდნენ თავიანთ ადგილებზე სიხარულით და ნეტარებით და უსაზღვრო ნათელში გალობდნენ ნაზით, კბილი ხმით და დიდებულად მსახურებდნენ მას. თავი 21 და ქერუბიმნი და სერაფიმნი, რომლებიც იდგნენ საყდრის ირგვლივ, 6 და მრავალთვალნი, არ განეშორებოდნენ მას, დგებოდნენ უფლის სახის წინაშე და ასრულებდნენ მის ნებას და ხფარავდნენ მთელ მის საყდარს და ნაზი ხმით გალობდნენ უფლის სახის წინაშე. წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ, ცადა ქვეყანა სავსეა შენი დიდებით. როდესაც ყოველივე ეს ვიხილე, იმ მამაკაცებმა მითხრეს, ენოქ, აქამდე იყო ნაბრძანები ჩვენთვის, რომ გვემგზავრა შენთან ერთად და განმეშორდნენ ის მამაკაცები და მას შემდეგ აღარ მიხილავს ისი. და დავრჩი მარტო მე-7
ცის კიდეზე შემეშინდა პირქვე დავამხედა ჩემს თავს უთხარი. ვაიმე რა შემემთხვა. და მოვნა უფალმა ერთი თავისი დიდებულთაგანი მთავარანგელოზი გაბრიელი და მითხრა მან. გამხნოდი ენოქ ნუგეშინია წარსდი უფლის სახის წინაშე საუკუნოდ აღდეგ და წამამყევი. და მიუგემას და ჩემს გულში ვთქვი, უფალო ჩემო, სული ჩემი განმეშურა შიშისა და წერწოლისაგან და მოუხმობდი იმ კაცთა, რომელთაც იმ ამ ადგილამდე ამომიყვანეს. მათ მივენდე და სწორედ მათთან ერთად წავდგები უფლის სახის წინაშე. და ამიტაცა გაბრიელმა ვითარცა ქარისაგან გატაცებული ფოთოლი და დამსვა უფლის სახის წინაშე. და ვიხილე მერვეცა, რომელსაც ებრაულ ენაზე ეწოდება მუზალოთი, წელიწადის დროთა, გვალვისა და სინესტის შემცვლელი. და მყარი წრის 12 თანავარსკვლავედი, რომლებიც მეშვიდე ცის ზემოთ იმყოფებიან. და ვიხილე მეცხრეცა, რომელსაც ებრაულად ეწოდება კუხავიმი, სადაც არის მყარის წრის 12 თანავარსკვლავედის ზეციური სავანეები. თავი 22. მეათე ცაზე, რომელსაც ეწოდება არავოთი, ვიხილე უფლის სახის გამოცხადება მსგავსი ცეცხლში განხურებული და ბგერით გამოტანილი რკინისა, რომელიც ნაპერწკლებს ყრის და გიზგიზებს. ამგვარად მარადისობის ერთ წამში ვიხილე მე უფლის სახე, მაგრამ უფლის სახე გამოუთქმელია, საკვირველი დიდად საშინელი და მეტადად წოლის მომგვრელი. და ვინ ვარ მე, რომ მოვუთხოვ ვინმეს უფლის გამოუკლებელი არსებასა და მის ყოვლად საკვირველ სახეზე, ვერც მის მრავალრიცხოვან მცნებებსა და სხვადასხვაგვარ ხმებს აღწერ. უფლის ტახტი დიდებულია და ხელთუქმნელი. ურიცხვია მის გარშემო მდგომნი ქერუბიმთა და სერაფიმთა მხედრობა. აღუწერელია მათი დაუდმებელი გავალობა და მისი უცვლელი მშვენიერება. და ვინ განავრცოს უფლის დიდების გამოუთქმელი სიდიადე? და დავამხე პირქვე და თაყვანივეცი უფალს. ხოლო უფალმა თავისი ბაგეებით მითხრა მე, გამხნევდი ენოქ. ნუგეშინინ აღზდეგ და დადეგ ჩემი სახის წინაშე მარადისობაში. და მთავარანგელოზმა მიქაელმა წამომაყენა და მიმიძღვა უფლის სახის წინაშე. და უთხრა უფალმა თავის მსახურთ, რათა გამოეცადა ისინი. დადგეს ენოქი ჩემი სახის წინაშე მარადისობაში და დიდებულნი დაემხრნენ უფლის წინაშე და თქვეს, განვიდეს ენოქი შენი სიტყვისამებრ. და უთხრა უფალმა მიქაელს, მივედა განძარცვე ენოქი თავისი მიწიერი სამოსელისაგან სხემას ჩემი კეთილ სურნელოვანი ნაცაცხებელი და შემოსე იგი ჩემი დიდების შესამოსლით. და ხო მიქაელმა ასე ვითარცა უბრძანა მას უფალმა, ცხომე და შემოსა და იმ ნელსაცხებლის ხილვა აღემატებოდა დიდ ნათელს, ხოლო მისი სიტყვება გავდა კეთილ სურნელოვან ცვარს. სურნელება კი მისი იყო ნაზი, მზის სხივით მრწყინავი და შევხედე ჩემს თავს და ვიყავი ვითარცა ერთი მის დიდებულთაგან. და მოუხმო უფალმა ერთ-ერთ თვის მთავარანგელოზთაგან სახელით პრავული, სლავურში პრავული წერია, მაგრამ ებრაულში წერია ურიელი, რომლის შემეცნებაც სიბნით უფრო სწრაფი იყო ვიდრე სხვა მთავარანგელოზთა და რომელიც იწერდა უფლის ყოველ საქმეს და უთხრა უფალმა პრავულის, ანუ ურიელს. გამოიტანე წიგნები ჩემი საცავებიდან და სწრაფ მწერლობის ლერწამი მიეცი იგი ენოქს და გადაეცი მას რჩეული და სანუგეშო წიგნები შენი ხელიდან. თავი 23. და მიამბობდა იგი მე ყოველივე ზეცისა, მიწისა და ზღვის საქმეთა და ყოველთა სტიქიონთა, მათ სავალთა და მიმოსვლათა შესახებ და ქუხილთა გრგვინვას მზესა და მთვარეს და ვარსკვლავთა და სვლასა და ცვალებადობას, წელიწადის დროთ, წელთა, დღეთა და საათთა შესახებ, ქართა ქროლვას, ანგელოზთა რიცხვს და მათთა გალობათა აგებულებას და ყოველივე ადამიანურ საქმეს, ყოველი ადამიანის ენასა და ცხოვრებას, ცნებებს, სწავლებებსა და ტკბილხმოვან გალობებს და ყოველსა იმას, რის სწავლა ჯეროვანია. და მითხრა მე ურიელმა პრავუილმა, ყოველივე ეს, რაც მე შენთვის მithქვამს, ჩვენ დაგვიწერია, დაჯექ და აღწერე კაცობრიობის ყოველი სული, რამდენიც კი მათგან იშვება და მათთვის მარადისობისთვის მომზადებული ადგილები, რამეთო ყოველი სული გამზადებულია მარადისობისთვის ქვეყნიერების შექმნამდე. და ყოველ 40 დღესა და 30 ღამეს ვწერდი და აღწერე ყოველივე ზედმიწევნი და დავწერე 366 წიგნი. თავი 24. და მომიხმო უფალმა და მითხრა ენოქ დაჯექ ჩემს მარცხნივ გაბრიელთან ერთად და თაყვანივეცი უფალს და მელაპარაკა უფალი, ენოქ საყვარელო, ყოველივე რასაც ხედავ, ყოველივე რაც დასრულებული დგას, შენ გაუწყება ჯერ კიდევ დასაბამამდე.
ყოველივე რაც შევქმენი არარსებობისაგან და ხილული უხილავისაგან. ისმინე ენოქ და გულისმახყავ ეს ჩემი სიტყვები, რამე თუ ჩემს ანგელოსთვისაც კი არ გამიმხელია ჩემი საიდუმლო და არც მათი წარმოშობა მithქვავს. მათთვის არც ჩემი უსასრულო სუფევა, არც ჩემი და არც ჩემი შემოქმედება შეუცნიათ მათ, რასაც დღეს შენ გეუბნები. რამე თუ სანამ ყოველივე ხილული გახდებოდა, მე მარტო მიმოვიქცეოდი უხილავში, ვითარცა მზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. მაგრამ თვით მზესაც კი აქვს სიმშვიდე თავის თავში, ხოლო მე ვერ პოვებდი სიმშვიდეს, რადგან ქმნიდი ყოველივეს და გულში განვიზრახე საფუძვლების დადება და ხილული ქმნილების შექმნა. თავი 25. და უბრძანე ყველაზე ქვემო ნაწილებში, რათა ხილული ჩამოსულიყო უხილავისაგან და ჩამოვიდა ადოილი, ფრიად დიდი და ვიხილე იგი და მუცელი ქონა დიდი ნათლით სავსე. და ვუთხარი მას, გაიხსენი ადოილი და გამოვიდეს შენგან ხილული. და გაიხსნა იგი და გამოვიდა დიდი ნათელი და ვიყავი მე იმ დიდი ნათლის შუაგულში და როგორც იშვება ნათელი ნათლისაგან, წარმოიშვა დიდი საუკუნე და აჩვენა მთელი ქმნილება, რომლის შექმნაც ჩემს გულში მქონდა განზრახული. და ვიხილე რამე თუ კეთილა არსს. და დავიდგე ჩემთვის საყდარი და დავჯექ მასზე და ვუთხარი ნათელს, აღვედ აქედან უფრო მაღლა და გამტკიცდი საყდრის ზემო და იყავი საფუძველი უზენაესთან. და ნათლის ზემოთ სხვა არაფერია და მაშინ აღვიმართე და გადმოვიხედე ჩემი საყდრიდან. თავი 26. და მეორედ მოუხმო ყველაზე ქვემო ნაწილებს და ვთქვი, გამოვიდეს არხასი, მყარი და გამოვიდა იგი მყარი უხილავისგან. და გამოვიდა არხასი, მყარი, მძიმე და ფრიად წითელი. და ვთქვი, გაიხსენი არხას და იშვა შენგან ხილული და გაიხსნა იგი და წარმოიშვა საუკუნე, ფრიად, დიდი და ფრიად ბნელი, რომელსაც მოქონდა ყოველივე ქვემორეს ქმნილება და ვიხილე რამე თუ კეთილი არის და ვუთხარი მას, წარვედ აქედან ქვემოთ გამტკიცდი და იყავი საფუძველი ქვემორეთათვის და ჩავიდოდა იგი და დამკვიდრდა და გახდა საფუძველი ქვემორე ნაწილთათვის და იმ სიბნელის ქვემოთ სხვა არაფერია. თავი 27. და უბრძანე რომ აღებული იქნას ნათლისა და სიბნელისაგან და ვთქვი, გამკურვიდეს და იქნა ასე და განვავრცე იგი ნათელთან ერთად და იქნა წყლად და განვავრცე იგი სიბნელეზე ნათლის ქვემო და მაშინ განვამტკიცე წყალნი, ესე იგი უბსკრული და დავდე ნათლის საფუძველი წყლის ირგვლივ და შევქმენი 7 წრე შიგნით და გამოსახე წყალი ვითარცა სველი და მშრალი ბროლი, ესე იგი ვითარცა მინა და შევქმენი წყალთა და სხვა ელემენტთა გარშემოწერილობა და ვუჩვენე თითოეულ მათგანს თავისი გზა და 7 ვარსკვლავს თითოეულს თავისი ცაზე, რათა იარონ ასე და ვიხილე რამე თუ კეთილი არის. და გამყავ ნათელი და სიბნელე, ესე იგი წყალთა შუაგულში აქეთ-იქით და ვუთხარი ნათელს, რომ ყოფილიყო დღე, ხოლო სიბნელეც ღამე და იქნა წუხრი და იქნა დილა დღე ერთი. თავი 22. და შემდგომად ამისა განვამტკიცე ზეციური წრე და უბრძანე ქვემორე წყალს, რომელიც არის ცის ქვეშ, რათა შეგროვილიყო ერთად ერთთვიანობა და რათა ქაოსი გამშრალიყო და იქნა ასე. ტალღებისაგან შევქმენი კლდე მყარი და დიდი და კლდისაგან დავაგროვე ხმელეთი და ხმელეთს უწოდე მიწა, ხოლო მიწის შუაგულს უწოდე უბსკრული, ესე იგი ფსკერის არქონი და შევაგროვე ზღვა ერთ ადგილას და შევკარე იგი აღვირით, ანუ უღლით. და ვუთხარი ზღვას, მე გაძლევ შენ საუკუნო საზღვრებს და ვერ განეშორები შენს შემადგენელ ნაწილებს. ასე განვამტკიცე მყარი და ამ დღეს უწოდე პირველ ქმნილი დღე. თავი 29. და ყოველიციური მხედრობისათვის გამოსახე ხატი და არსება ცეცხლისა და ჩემმა თვალმა შეხედა ფრიად მყარ მტკიცე კლდეს და ჩემი თვალის ელვისაგან ელვამ მიიღო თავისი საკვირველი ბუნება, რომელიც არის ცეცხლით წყალში და წყალით ცეცხლში. და არც ერთი მათგანი არ აქრობს მეორეს და არც ერთი არ აშრობს მეორეს. ამიტომაც ელვა უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე, უფრო ნაზი ვიდრე წყალი და უფრო მტკიცე ვიდრე მყარი კლდე. და კლდისგან გამოკვეთე დიდი ცეცხლი, ხოლო ცეცხლისგან შევქმენი უსხეულო ანგელოზთა 10 დასის მხედრობანი და მათი იარაღი არის ცეცხლოვანი და მათი სამოსელი მგზებარე ალი და უბრძანე რომ თითოეული დამდგარიყო თავისი დასში. და ერთ-ერთმა ანგელოზთა დასიდან, რომელმაც მიაქცია თავისი გული მის დაქვემდებარებაში მყოფ დასთან ერთად,
განეძრახა შეუძლებელი ფიქრი, რათა დაედგა თავისი საკუთარი ღრუბლებზე მაღლა მიწის ზემოთ, რათა გათანაბრებოდა ჩემს ძალას თავისი ჩინით და გადმოვანარცხა იგი სიმაღლიდან თავის ანგელოზებთან ერთად და იგი განუწყვეტლივ დაფრინებდა ჰაერში უფსკრულის თავზე. თავი 30. მესამე დღეს უბრძანა მიწას აღმოეცენებინა დიდი და ნაყოფიერი ხეები და ბორცვები და დასათესი თესლი და გავაშენეს 60 და შემოზღუდე იგი და დავადგინე მის შეიარაღებულ ცოლებად მგზებარე ანგელოზები და ასე შეუქმენი განახლება. მაშინ იქნა წუხრი და იქნა დილა დღე მეოთხე. მეოთხე დღეს უბრძანა რომ ყოფილიყვნენ დიდი ნათობნი ციურ წრეებზე. პირველ უზენაეს წრეზე განმათავსე ვარსკვლავები და კრუნო, ანუ სატურნი, მეორეზე აფროდიტე, ანუ ვენერა, მესამეზე არისი, ანუ მარსი, მეხუთეზე ზოუესი, ანუ იუპიტერი, მეექვსეზე ερμისი, ანუ მერკური, მეშვიდეზე ყველაზე დაბალზე მთვარე და შევამკი იგი მცირე ვარსკვლავებით. ხოლო უფრო ქვემოთ განმათავსე მზე დღის გასანათებლად, მთვარე და ვარსკვლავები ღამის გასანათებლად. რათა მზეს ევლო თითოეული თანავარსკვლავედის მიხედვით, რომელიც 12-ნი არიან და დავადგინეთ თვეთა მონაცვლეობა და მათი სახელები, მათი ქუხილი და მათი საათების ნიშნულები, თუ როგორ უნდა შეეცვალათ მათ ერთმანეთი. მაშინ იქნა წუხრი და იქნა დილა დღე მეხუთე. მეხუთე დღეს უბრძანა ზღვას აღმოეჩინა თევზები და მრავალსახვიანი ფრთოსანი ფრინველები და ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე დახოხავს და მიწაზე 4 ფეხზე მავალი და ჰაერში მფრინავი, მამრობითი სქესისა და მდედრობითის და ყოველი სული, რომელიც პირუტყვია სიცოცხლის სულით. და იქნა წუხრი და იქნა დილა დღე მეექვსე. მეექვსე დღეს უბრძანა ჩემს სიბრძნეს შეექმნა ადამიანი 7 შემადგენლისაგან, ანუ კომპონენტისაგან. პირველი მისი ხორცი მიწისაგან, მეორე მისი სისხლი ცვარისაგან, მესამე მისი თვალები მზისაგან, მეოთხე მისი ძვლები ქვისაგან, მეხუთე მისი გონება ანუ აზროვნება ანგელოზთა სისწრაფისა და ღრუბლისაგან, მეექვსე მისი ძარღვები და თმები მიწის ბალახისაგან, მეშვიდე მისი სული ჩემი შთაბერვისა და ქარისაგან. და მივანიჭა მას 7 ბუნება, გრძნობა, ხორცს სმენა, თვალებს ხედველობა, სულს ყნოსვა, ძარღვებს შეხება, სისხლს გემოვნება, ძვლებს გამძლეობა, ხოლო გონებას სიტყვოება, ანუ ნეტარება. მოვიფიქრე ბრძნული სიტყვას სათქმელად შეუქმენი ადამიანი უხილავი და ხილული ბუნებისაგან. და ორივე არის მისი სიკვდილისა და სიცოცხლის და ხატი მისი მას ხელეწიფება მეტყველება ვითარცა ნებისმიერ ქმნილებას, ცირია დიდებულებაში და კვლავ დიდია სივცირეში და დავადგინე იგი მიწაზე ვითარცა მეორე ანგელოზი, პატივდებული, დიდი და დიდებული და დავადგინე იგი ხელმწიფედ, რათა ემართა მიწა და ქონოდა ჩემი სიბრძნე, ჩემს არსებულ ქმნილებათაგან მიწაზე არავინ იყო მისი მსგავსი. და განუწესე მას სახელი 4 შემადგენელი ნაწილისაგან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან და დაუდგინე მას 4 საგანგებო ვარსკვლავი და უწოდე სახელი მისი ადამი და უჩვენე მას 2 გზა, ნათლისა და სიბნელისა და უთხარი მას. ესე კეთილარს, ხოლო ისე ბოროტ. რათა შემეტყვა აქვს თუ არა სიყვარული ჩემს მიმართ, ან თუ სიძულვილი და რათა ცხადი გამختارიყო თუ ვინ შემიყვარებდა მე მის მოდგმაში. რამე თუ მე ვხედავდი მის ბუნებას, მაგრამ მას არ შეეძლო საკუთარი ბუნების ხილვა, ამიტომაც რადგან ვერ ხედავდა საკუთარ თავს, იგი უფრო მწარედ შეცოდავდა და ვთქვი, ცოდვის შემდეგ რა არის სიკვდილის გარდა? და მოგვარე მას ძირი და ჩაეძინა და გამოუღე მას ნეკნი და შექმენი მისთვის ცოლი, რათა სიკვდილი მოსროდა მას თვისი ცოლისგან. დავიღე მისი უკანასკნელი სიტყვა და უწოდეს სახელი მისი დედა, ესე იგი ევა, ებრაულად ხავა. სიცოცხლესაც ნიშნავს. თავი 31. კვიდრობდა ადამი მიწაზე და გავაშენეს 60 ედემში აღმოსავლეთით, რათა დაეცვა აღთქმა და შეენახა მცნება. და განმუღე მას ცანი, რათა ეხილა ანგელოზები ძლევის საგალობებს რომ გალობდნენ და უმწუხრო უჩრდილო ნათელი. და იყო იგი განუწყვეტლივ 60-ში, ხოლო ეშმაკმა შეიგნო რომ მე მსურდა სხვა სამყაროს შექმნა, რადგან ადამი იყო მიწის უფალი, რათა ემართა და განეგო იგი. ეშმაკი არის ქვესკნელის ბოროტის სული. ვითარცა ტოლმილმა მას შექმნა სოტონა,
ზეციდან, რამე თუ მისი სახელი იყო სატანაელი. ასე განეშორა იგი ანგელოზებს, მაგრამ მის ბუნებას არ შეუცვლია მისი გონება იმასთან მიმართებით, რაც შეეხება მართლისა და ცოდვრის გარჩევას. და შეიგნო მან თავისი მსჯავრი და ცოდვა, რომელთაც მანამდე შესწოდა, ამიტომაც ბოროტი განეზრახა ადამის წინააღმდეგ და ამგვარი სახით შევიდა და აცდუნა ევა, ხოლო ადამიანს არ შეხებია. მაგრამ მე დავწყევლე უმეცრება, ხოლო რაც მანამდე ვაკურთხე, ისინი არ დამიწყევლია. არ დამიწყევლია ადამიანი, არც მიწა და არც სხვა არსებანი, არამედ ადამიანის ბოროტი ნაყოფი და მისი საქმეები. თავი 32. და უთხარი მას, მიწა ხარ შენ და მიწადვე მიიქცევი. საიდანაც აგიყვანე და მე არ წარწყმე შენ, არამედ დაგაბრუნებ იქ, საიდანაც წამოგიყვანე. მაშინ კვლავ შევძლებ შენს მიღებას ჩემი მეორედ მოსვლისას. და ვაკურთხე ყოველი ჩემი ქმნილება, ხილული და უხილავი და ადამი იყო 60-ში 5 საათი და ნახევარი. და ვაკურთხე მეშვიდე დღე, რომელიც არის შაბათი, როდესაც დაისვენა ღმერთმა ყოველთა საქმეთა თვისთაგან. ცოტა უცნაური არის, ღმერთი ლაპარაკობს თავის თავზე და უცბად, როდესაც დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმეთა თვისთაგან არის ტირეთი გამოყოფილი, რომელსაც წერს ენოქი, ღმერთი. თავი 33. და განვაწესე აგრეთვე მერვე დღე, რათა მერვე დღე ყოფილიყო პირველ ქმნილი ჩემი საქმის შემდგომ და რათა პირველმა 7 დღემ იბრუნოს 7000 წლის სახით, ხოლო მერვე 1000 წლების დასაწყისში იყოს ჟამი აღურიცხელი და უსასრულო, როდესაც არ იქნება არც წლები, არც თვეები, არც კვირები, არც დღეები და არც საათები. და ახლა ენოქ, ყოველივე რაც გითხარი შენ და ყოველივე რაც შეიცან ზეციურთაგან, ყოველივე რაც იხილე მიწაზე და ყოველივე რაც ჩემი დიდი სიბრძნით ჩავწერე წიგნებში, ეს ყოველივე მე მოვიფიქრე და შევქმენი უზენაესი საფუძვლიდან ქვემურემდე და აღსასრულამდე და არავინ არის მრჩეველი ან და მემკვიდრე ჩემი შემოქმედებისა. მე ვარ თვითმარადიული, ხელთუქმნელი და უცვალებელი. ჩემი აზრია ჩემი მრჩეველი, ჩემი სიბრძნე და ჩემი სიტყვა კი საქმედ იქცევიან და ჩემი თვალები აკვირდებიან ყოველივეს, თუ როგორ დგას აქ და წერწის დიდი შიშით. თუ კი მივაბრუნებ ჩემს სახეს, მაშინ ყოველივე წარწყდება. და მოიკრიბე გონება ენოქ და შეიცან იგი, ვინც გელაპარაკება და აიღე აქედან წიგნები, რომლებიც შენ თვითონ დაწერე. და მე გაცდევ შენ სამუელს და რაგუელს, რომელთაც ამოგიყვანეს აქ, აიღე წიგნები და ჩადი მიწაზე და განუცხადე შენ შვილებს ყოველივე, რაც გითხარ და ყოველივე რაც იხილე, ქვემორე ციდან ჩემს საყდრამდე და ყველა ციურ მხედრობამდე. რამე თუ მე შევქმენი ყოველი ძალა და არავინ არის ჩემი წინააღმდეგი ან ჩემი დაუმორჩილებელი, რამე თუ ყოველი ემორჩილება ჩემს ერთ მმართველობას, მონარქიას და შრომობს ჩემი ერთპიროვნული ხელმწიფებისათვის. გადაეცი მათ შენი ხელნაწერი წიგნები და წაიკითხავენ მათ და შემიცნობენ მე, როგორც ყოველივეს შემოქმედს და მიხვდებიან, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი ჩემს გარდა. და გაავრცელონ შენი ხელნაწერი წიგნები შვილებს, თაობიდან თაობას, ხალხებმა ხალხებს. და მე მოგცემ შენ ენოქ ჩემს შუამდგომელს, მთავარ ანგელოზს, ანუ არისტრატიკს მიქაელს, შენი მამების, ადამის, სეთის, ენოსის, კაინანისა, მაჰალაელისა და იარეთის, შენი მამის ხელნაწერებისათვის. თავი 34. მათ უარყვეს ჩემი მცნებები და ჩემი უღელი და აღმოცენდა უარგიზით თესლი, რომელთაც არ ეშინიათ ღვთისა და მათ არ ინებეს ჩემი თაყვანისცემა, არამედ იწყეს თაყვანისცემა ამაო ღმერთებისა და უარყვეს ჩემი ერთ არსებობა. დაავსეს მთელი მიწა სიცრუით, შეწოდებებით, საძაგელი სიძვით, კერძოდ კი ერთმანეთთან აღრევით და ყოველი სხვა უწმინდური ბოროტებით, რომელთა გადმოცემაც კი სამარცხვინოა დაუზარდამცემია. ამის გამო მოვავლენ წარღუნდას მიწაზე და წარწყმეთ ყველა ადამიანს და მთელი მიწა ჩაიძირება დიდ წყუდიათში. თავი 35. ჩაიძირებას და მეორნაირად დაიმსხვრება დიდ წყუდიათში. მთელი მიწაო. თავი 35. აჰა, მათი თესლისაგან აღმოცენდება სხვა თაობა ბევრად მოგვიანებით, მაგრამ მათგან მრავალი იქნება ფრიად უძღები, ანუ დაუკმაყოფილებელი.
ვინც აღადგეს იმ თაობას, მათ განუცხადებს შენ და შენი მამების ხელნაწერ წიგნებს, მათ ვისაც უნდა მიუთითოს სამყაროს მფარველობაზე, ერთგულ ადამიანებსა და ჩემი ნების აღმსრულებლებზე, რომლებიც ამაოდ არ ახსენებენ ჩემს სახელს. და ისინი აუწყებენ სხვა თაობას. ხოლო სხვანი წაიკითხავენ რა წიგნებს, უფრო მეტად განდიდდებიან მას შემდეგ ვიდრე პირველნი. თავი 36. ახლა კი ენოქ, გაძლევ შენ 30 დღის ვადას. რათა დაჰყო შენ სახლში და უთხრა შენ შვილებს და მთელ შენ სახლეულს, რათა ყველამ პირისპირ მოისმინოს ჩემგან შენთვის ნათქვამი, რათა წაიკითხონ და მიხვდნენ, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი ჩემს გარდა. და რათა მარადის იცავდნენ ჩემ ცნებებს და იწყონ კითხვა და მიიღონ შენი ხელნაწერი წიგნები. ხოლო 30 დღის შემდეგ მოვლენ ჩემს ანგელოზს შენთვის და იგი წაგიყვანს ჩემთან მიწიდან და შენი შვილებისაგან. თავი 37. და მოუხმო უფალმა ერთ-ერთ უფროს ანგელოსთაგან საზარელსა და მრისხანეს და დააყენა იგი ჩემთან. იგი თოვლივით თეთრი იყო იერით, ხოლო ხელები ყინულივით ჰქონდა, თითქოს დიდი ნაბიჯი ყინვა იყო მასში. და მან გამიყინა სახე, რადგან ვერ დავითმენდი უფლის შიშა და წოლას სწორედ ისე, როგორც შეუძლებელია გაუძლო ღუმლის ცეცხლს, მზის სიცხესა და ჰაერის ყინვას. და მითხრა უფალმა ენოქ, თუ კი შენი სახი არ გაიყინება აქ, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს შენი სახის ჭვრეტას. თავი 38. და უთხრა უფალმა იმ მამაკაცებს, რომელთაც პირველად ამიყვანეს. ჩავიდეს ენოქი მიწაზე თქვენთან ერთად და ელოდეთ მას დადგენილ დღემდე და მათ დამსვეს მე ღამით ჩემს საწულზე. ხოლო მათუსალა, რომელიც ელოდა ჩემს მოსვლას და დღე და ღამე დარაჯობდა ჩემს საწულთან, შეაძწუნა ჩემმა მოსვლამ და უთხარი მას, შეკრიბე მთელი ჩემი სახლეული, რათა ყოველივე უამბო მათ. თავი 39. ო შვილებო, ჩემო, საყვარელნო, ისმინეთ მამა თქვენის დამოწვრა, რამდენადაც ეს უფლის ნებისამებრ არის. მე ნება დამერთო, რომ დღეს მოვიდე თქვენთან და განგიცხადოთ არა ჩემი ბაგეებიდან, არამედ უფლის ბაგეებიდან ყოველივე რაც არის და რაც იყო, ყოველივე რაც ახლა არსებობს და ყოველივე რაც იქნება სამსჯავროს დღემდე. რამე თუ უფალმა მომიტევა თქვენთან მოსვლა. თქვენ გესმით სიტყვები ჩემი ბაგეებიდან კაცსა, რომელიც თქვენთვის განდიდდა და ამაღლდა, მაგრამ მე ვარ ის, ვინც იხილა უფლის სახე, რომელიც გავს ცეცხლისგან აგზნებულ რკინას, ნაპერწკლებს რომ ისვრის და გზნებარებს. თქვენ ახლა უყურებთ ჩემს თვალებს, კაცის თვალებს, რომელთაც თქვენთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ვიხილე უფლის თვალები, მზის სხივებით მოელვარენი და ადამიანის თვალთა შიშით აღმავსებელნი. თქვენ ხედავთ ახლა შვილებო მარჯვენას კაცსაც, რომელიც გეხმარებათ, მაგრამ მე ვიხილე უფლის მარჯვენა, ცათა აღმავსებელი, როდესაც ის მე მეხმარებოდა. თქვენ ხედავთ ჩემი საქმის საზღვრებს, თქვენი საქმეების მსგავსად, მაგრამ მე ვიხილე უფლის უსაზღვრო და სრულყოფილი საზღვარი, რომელსაც არ აქვს დასასრული. თქვენ გესმით სიტყვები ჩემი ბაგეებიდან ისევე, როგორც მე მესმოდა უფლის სიტყვები, ვითარცა დიდი ქუხილი ღრუბელთა განუწყვეტელი დენით. და ახლა შვილებო ისმინეთ მიწიერი მამის სიტყვები, რაოდენ საზარელი და საშინელია მიწის ხელმწიფის სახის წინაშე წარდგომა და რამდენად უფრო საშინელი და თავზარდამცემია წარდგომა ზეცის ხელმწიფის მყრობელის სახის წინაშე, ცოცხალთა და მკვდართა და ციურ მხედრობათა ხელმწიფისა, ვის ძელოს დაითმინოს ეს უსაზღრო ტკივილი. თავი 40. და ახლა შვილებო ჩემო, მე ვიცი ყოველივე რამე თუ ეს უფლის ბაგეებიდანაა და ეს იხილეს ჩემმა თვალემა დასაბამიდან აღსასრულამდე. ვიცი ყოველივე და ჩავწერე ყოველივე წიგნებში ცანი და მათი აღსასრული და მათი სისავსე, პლერომა და ყოველი მხედრობა მათი და მათი სვლანი. მე დავწონე, გავზომე და აღწერე ვარსკვლავები მათი ურიცხვი და დიდი სიმრავლე, რომელმა ადამიანმა იხილა მათი ბრუნვა და მათი შესავალნი, რამე თუ თვით ანგელოზებმაც კი არ იციან მათი რიცხვი, მაშინ როდესაც მე ჩავწერე ყველა მათგანის სახელი. და მე გავზომე მზის წრე და გავზომე მისი სხივები, აღურიცხე საათები და ჩავწერე აგრეთვე ყოველი რაც მიწაზე მიმოიქცევა. ჩავწერე ყოველივე რაც საზრდოობს მიწით და ყოველი თესლი, დათესლილი და თუ დაუდესავი, რასაც მიწა აღმოაცენებს. და ყოველი მცენარე და ყოველი ბალახი და ყოველი ყვავილი და მათი კეთის სურნელება და მათი სახელები და ღრუბელთა სადგომები, მათი შემადგენლობა და მათი ფრთები, თუ როგორ გადააქვთ მათ წვიმა და წვიმის წვეთები. და გამოვიკვლია ყოველივე და ჩავწერე ჭექაქუხილისა და ელვის გზა და მათ მიჩვენეს მათი გასაღებების მყრობელნი.
მათი აღმოცენება და გზა, რომელთაც მიდიან თუ როგორ გამოგვიშვებიან ისინი ნაზად, რომ ზომიერად ჯაჭვით და რათა მძიმე ჯაჭვითა და მძვინვარებით არ გადმოინარცხოს მრისხანე ღრუბლებიდან და არ წარწმენდონ ყოველივე მიწაზე. ჩავწერეთ თოვლის საგანძურები და სიცივის და ყინვოვანი ჰაერის საწყობები და დავაკვირდი მათ სეზონურ გასაღების მპყრობელ თუ როგორ აზღვავებს ის ღრუბლებს მათით და მაინც არ აცარიელებს ამ საგანძურებს. და ჩავწერე ქართა სავანეები და დავაკვირდი და ვიხილე თუ როგორ ატარებენ მათი გასაღების მპყრობელნი სასწორებსა და საწყავებს. ჯერ ათავსებენ მათ ერთ სასწორზე, შემდგომ კი მეორეზე და მათ წონებს და უშვებენ მათ ზომიერების მიხედვით ოსტატურად მთელს მიწაზე, რათა თავიანთი მძიმე სუნთქვით არ შეარყიონ დედამიწა. და მე განვზომე მთელი მიწა, მისი მთები და ყველა ბორცვი, ველები, ხეები, ქვები, მდინარეები. ჩავწერე ყოველი არსებული საგანი სიმაღლე მიწიდან მე-7-მდე და დაღმავალი გზა უქვესკნელეს ჯოჯოხეთამდე. სამშაბლო ადგილი და ის უზარმაზარი ღია და მოტირალი ჯოჯოხეთი. და ვიხილე თუ როგორ იტანჯებიან იქ ტყვეები, რომლებიც მოელიან უსაზღვრო მსჯავრს და ჩავწერე ყველა მათგანი, ვისაც სჯის მსაჯული და მთელი მათი მსჯაური განაჩენი და ყველა მათი საქმე. თავი 51. დავიხილე ყველა დროის წინაპანი ადამითა და ევა თუ დამოვიოხრეთ და ავტირდი და ვთქვი მათი უპატივცემულობისა და დაცემის დაღუპვაზე. ვაიმე ჩემი უძლურების და ჩემი წინაპრების უძლურებისა გამო და გავიფიქრე ჩემს გულში და ვთქვი ნეტარ არის კაცი, რომელიც არ შობილა ან და იშვა და არ შესწოდა უფლის სახის წინაშე, რათა არ მოსულიყო ამ ადგილას და არ ეტვირთა ამ ადგილის უღელი. თავი 52. ვიხილე ჯოჯოხეთის მჭეთა გასაღების მპყრობელნი და მცველნი, რომლებიც იდგნენ როგორც დიდი გველები, მათი სახეები ბჟუტავ ლამპრებს გავდა და თვალები ცეცხლისა ჰქონდათ, ხოლო კბილები ბასრი. და ვიხილე უფლის ყოველი საქმე თუ როგორ არის ყოველი მართალი, მაშინ როდესაც ადამიანის საქმეთაგან ზოგი კეთილია, ზოგი კი ბოროტი და მათი საქმეები ცნობილია მათთვის, ვინც ბოროტად ტყუის. თავი 53. მე, შვილებო ჩემო, გამზომე და ჩავწერე ყოველი საქმე, ყოველი საწყაო და ყოველი მართალი მსჯავრი. როგორც ერთი წელიწადია მეორეზე უფრო პატივდებული, ასევეა ერთი ადამიანი მეორეზე უფრო პატივდებული. ზოგი დიდი ქონების გამო, ზოგი გულის სიბნისათვის, ზოგი განსაკუთრებული ქონებისათვის, ზოგი მზაკრობის, ანუ სხარტულობის გამო, ერთი ბაგეთა დუმილისათვის, ანუ დუმარებისათვის, მეორე სიწმიდისათვის, ერთი ძალისათვის, მეორე სანდომიანობისათვის, ანუ სილამაზისათვის, ერთი ახალგაზრდობისათვის, სხვა მახვილი ქონებისათვის, ერთი ტანადობისთვის, მეორე კი გრძნობიერებისათვის. და ყველგან ისმინონ ეს, მაგრამ არავინ არის იმაზე უკეთესი, ვისაც ეშინია ღვთისა, რამე თუ იგი უფრო დიდებული იქნება მომავალ ჟამს. თავი 54. უფალმა თავისი ხელებით შექმნა ადამიანი თავისივე სახის მსგავსებად, უფალმა შექმნა იგი მცირედ და დიდებულად. ვინც გმობს ხელმწიფის სახეს, ანუ მმართველის სახეს და იზღება უფლის სახე, მას უფლის სახე შეუურაცხყვია. და ვინც რისხვას ანთებს სხვა ადამიანზე უმიზეზოდ, მას უფლის დიდი რისხვა მოიკვეთს, ხოლო ვინც საყვედურით შეაფურთხებს ადამიანის სახეს, მოიკვეთება უფლის დიდ სამსჯავროზე. ნეტარ არის კაცი, რომელიც თავის გულს ბოროტებით არ მიმართავს სხვა ადამიანის წინააღმდეგ და ეხმარება დაჩაგრულსა და მსჯავრდებულს და წამოაყენებს დაცემულს და მოწყალებას გაიღებს გაჭირებულთათვის, რამე თუ დიდი სამსჯავროს დღეს ყოველი წონა, ყოველი საწყაო და ყოველი დანამატი აწონილი იქნება ისე, როგორც ბაზარზე. ანუ აიწონება სასწორზე და დადგება ბაზრის შუაგულში და ყოველი კაცი შეიტყობს თავის საკუთარ საწყაოს და თავისი საწყაოს მიხედვით მიიღებს სასყიდელს. თავი 55. ვინც ისწრაფვის, რათა მსხვერპლი შეწიროს უფლის სახის წინაშე, უფალი თავის მხრივ ისწრაფვის, რათა შეიწყნაროს ეს შესაწირი მისი საქმის მიმატლებით. მაგრამ ვინც აზვიადებს თავის ლამპარს უფლის სახის წინაშე, მაგრამ არ აღასრულებს ჭეშმარიტ სამსჯავროს, უფალი არ განამრავლებს მის საგანძურს უზენაეს და სავანაში. როდესაც უფალი ითხოვს პურს, სანთლებს, ცხოველთა ხორცს ან სხვა რაიმე მსხვერპლს, ეს ყოველივე არაფერია, რამე თუ ღმერთი ითხოვს წმინდა გულს და ყოველივე ამით იგი მხოლოდ ადამიანთა გულს ცდის. თავი 46. ისმინე, ჩემო ხალხო, და მიიღეთ სიტყვები ჩემი ბაგეებიდან, თუ კი ვინმეს ძღვენი მიაქვს მიწიერი ხელმწიფისათვის,
ხოლო გულში ორ გულის რახვები აქვს და ხელმწიფე მიწის ეს განა არ განესხდება მასზე, განა არ უარყოფს მის ძღვენსა და არ გადაცემს მას სამსჯავროს. ან თუ კაცი ენის მძაკრობით თავს აჩვენებს ზღვის წინაშე კეთილად, ხოლო გულში ბოროტება აქვს, განა ვერ მიხვდება ის მეორე მისი გულის ხალაც და განა თვითონვე არ იქნება მსჯავრდებული, რადგან მისი სიცრუე აშკარა გახდა ყველასთვის. და როდესაც უფალი მოავლენს დიდ ნათელს, მაშინ იქნება სამსჯავრო მათთა და უსამართლოდათვის და ვერავინ შეძდებს თვალთა ხედვიდან მიმალვას. თავი 47. ახლა კი შვილებო, ჩემო, ჩაიბეჭდეთ ეს რახვები თქვენს გულებში, კარგად დაიხსომეთ მამათქვენის სიტყვები, რომლებიც ყოველივე უფლის ბაგეებიდან მოვიდა თქვენთან. აიღეთ მამათქვენის ხელნაწერი ეს წიგნები და წაიკითხეთ ისინი, რამა თუ წიგნები მრავალია და მათგან შეიცნობთ უფლის ყოველ საქმეს, ყოველივეს, რაც იყო შემოქმედების დასაბამიდან და რაც იქნება შამთა აღსასრულამდე. და თუ კი დაიცავთ ჩემს ხელნაწერებს, არ შესულოთ უფლის წინაშე, რამა თუ არავინ არის სხვა უფლის გარდა არც ზეცაში, არც მიწაზე, არც უქვესკნელის ადგილებში და არც ერთადერთ საფუძველში. უფალმა დაადგინა საფუძვლები უცნობელში, უხილავში და განავრცო ცარი ხილული და უხილავი. მან დააფუძნა მიწა წყლებზე. კლასიკური ძველაღთმისეული კოსმოლოგიური მოდელია, სადაც მიწა აღმართულია უბსკურის კოსმიურ წყლებზე. შეადარეთ ფსალმუნი 135:6, რომელმან დაამყარა მიწა წყალთა ზედა. და შექმნა ურიცხვი არსება და ვის აღურიცხავს წყალი და უფუძნებელი საფუძველი, ან მიწის მტვერი, ან ზღვის ქვიშა, ან წვიმის წვეთები, ან დილის ნამი, ან ქართა ქროლვა. ვის აუზია მიწა და ზღვა და უცვალებელი ურღვევი ზამთარი? ზირაქის სიბრძნის პირველი თავის მეორე მუხტანარის კავშირში. ენოქის ეს ციტატა. ზირაქი აქედან ციტირებს. პირდაპირ პარალელს პოებს ზირაქის სიბრძნის პირველი თავის მეორე მუხტან. ზღვის ქვიშას, წვიმის წვეთებს და საუკუნეთა დღეებს ვინ აღრიცხავს? ასევე იობის წიგნთან აპოკრიფულ კონტექსტში ეს ხაზს უსვამს ღვთის უსაზღვრობას და ადამიანის შემეცნების შეზღუდულობას. მე გამოკვეთე ვარსკვლავები ცეცხლისაგან შევამკე ზეცა და მოვათავსე იგი მათ შუაგულში. თავი 42. რათა მზემიაროს 7 სიურ წრეზე, რომლებიც განაწილებულია 142 საყდრის მიხედვით, როდესაც იგი ჩადის მოკლე დღეს და კვლავ 142 საყდრის მიხედვით, როდესაც იგი ჩადის გრძელ დიდ დღეს და მას აქვს 2 საყდარი, რომლებზეც ისვენებს, ბრუნავს რაკეთ-იქით თვეების საყდართა ზემოთ. სივანის თვის მე-17 დღიდან იგი ჩადის თევანის თვემდე, ხოლო თევანის მე-17 დღიდან იგი მაღლა ადის. და ამგვარად, როდესაც იგი უახლოვდება დედამიწას, მაშინ მიწა ხარობს, აღმოაცენებს თავის ნაყოფს, ხოლო როდესაც იგი შორდება, მაშინ მიწა მწუხარებს. ხეები და ყოველი ნაყოფი კი კარგავს ყვავილოვნებას. ყოველივე ეს მან განზომა საათების ზუსტი საწყალოთი და თავისი სიბრძნით დაუდგინა საზღვარი ყოველივე ხილულსა და უხილავს. და უხილავიდან შექმნა მან ყოველივე ხილული და თავად კი უხილავად რჩება. ამგვარად განგიცხადებ თქვენ, შვილებო ჩემო, გადაეცით ეს წიგნები თქვენ შვილებს, თქვენს ყოველ თაობასა და იმ ხალხებს, რომელთაც აქვთ გონიერება, რათა ეშინოდეთ ღვთისა და მიიღონ ისინი და შეიყვარონ იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი საზრდო თუ მიწიერი სიტყვება და იგითხონ ისინი და შეუდგნენ მათ. ხოლო მათ, ვისაც არ ესმის უფლისა, ვისაც არ ეშინია ღვთისა, ვინც არ იწყნარებს, არამედ უარყოფს და არ იღებს ამ წიგნებს, საზარელი სასჯელი მოელის. ნეტარას კაცი, რომელიც იტვირთავს მათ უღელს და წინ წაუძღვება მათ, რამე თუ იგი განთავისუფლდება დიდ სამსჯავროს დღეს. ანუ ეს ნაწერებს ახლა ჩვენ რასაც ვკითხულობთ. ენოქი ამბობს, რომ არ წარუდგება სამსჯავროს მისი წიგნების მკითხველი. ტერმინი უღელი ბიბლიურ კონტექსტში ნიშნავს ცნებების სწავლების და სულიერი პასუხისმგებლობების ტვირთვას. შეადარეთ მათეს 11:30. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილი არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.
აქ ენოქის წიგნების დაცვა მართალ ადამიანს საშინეს სამსჯავროს განთავისუფლებას უქადეს. საშინეს სამსჯავროსგან განთავისუფლებას უქადეს. ენოქის წიგნების დაცვა, ანუ წაკითხოს და შენახოთ სამის და გავრცელებაც. თავი 59. გეფიცებით თქვენ შვილებო ჩემო, მაგრამ არ გეფიცებით არანაირი ფიცით. არც ზეცით, არც მიწით და არც სხვა რომელიმე არსებით, რომელიც ღმერთმა შექმნა. რამე თუ უფალმა თქვა, არ არსებობს ჩემში ფიცი. დაიფიცონ სიტყვებით ჰე, კი, ან არა. აი ესო სიტყვები აქედან არის აღებული მეგობრებო ენოქის წიგნიდან. ფიც რო გრძელავს. აი ეს უკვე სხვა ღმერთზეა საუბარი ენოქის წიგნში და არა ის, რომელიც ფიცს ადგენს ძველ აღთქმაში. დაიფიცე იაჰვეს სახელიო. მეორე ჯურის მეათე თავში რო არის. აქ პირდაპირ გრძელავს ფიცს. მათეს ახარებასთან არის მეხუთე თავის 34-37 პარალელები, სადაც იესო ამბობს. თქვენ ნუ დაიფიცავთ ნურცას, ნურც მიწავს, არამედ იყოს თქვენი სიტყვა ხე, არა. იგივე სწავლება მეორდება იაკობის ეპისტოლეში 5:12. ეს მიუთითებს, რომ ფიცის უარყოფის ეს ეთიკური ნორმა უკვე არსებობდა ქრისტემდელ ებრაულ მისტიკურ წრეებში, მაგალითად ესეებში. და გეფიცებით თქვენ ჰე, რომ არ ყოფილა არც ერთი ადამიანი დედისაშუში, რომელზეც მანამდე თითოეული მათგანისათვის უკვე არ გამზადებულიყო ადგილი სულის მოსასვენებლად და დადგენილი საწყაო თუ რაოდენ უნდა გამოიცადოს ადამიანი ამ წუთის სოფელში. ჰე შვილებო, ნუ მოატყუებთ თავს, საკუთარ თავს, რამეთუ წინასწარ არის გამზადებული ადგილი ადამიანის ყოველი სულისათვის. წინასწარ არისო. სულთა წინასწარ განსაზღვრულობა ტექსტი ავითარებს სულთა პრეეგზისტენციის, ანუ სხეულში შესვლამდე არსებობის და მათთვის წინასწარვე გამზადებული ადგილების იდეას, რაც დამახასიათებელია აპოკრიფული აზროვნებისათვის. ანუ ჩვენ სანამ დავიბადებით სხეულში, გეთის მუცელში, ჩვენ უკვე მანამდე ვარსებობთ. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია ეს. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ხო, ადამი შეიქმნა როგორც ხილულისაგან, ასევე უხილავისაგან. თავი 50. მე წერილობით აღოსრულე ყოველი ადამიანის საქმე და მიწაზე შობილთაგან ვერავინ დარჩება მიმალული და ვერც მისი საქმეები დაიფარება. მე ვხედავ ყოველივეს. ახლა კი შვილებო ჩემო, მოთმინებით და სიმშვიდით გამლეთ თქვენი დღეების რიცხვი, რათა დაიმკვიდროთ უსასრულო სიცოცხლე. უფლის გულისათვის დაითმინეთ ყოველი ჭრილობა, ყოველი შეურაცხყოფა, ყოველი ბოროტი სიტყვა და თავდასხმა. თუ კი ბოროტის მიერად მოგაგებენ, ნუ მიაგებთ სამაგიეროს, ნურც მოყვას, ნურც ტერს, რამე თუ უფალი მიაგებს მათ თქვენს წილ და იგი იქნება თქვენი შურის მაძიებელი დიდ სამსჯავროს დღეს, რათა არ იყოს შურისგება ადამიანთა შორის აქ მიწაზე. ვინც თქვენგან ოქროსა და თუ ვერცხლს გაიღებს, თავისი ძმის გულისათვის იგი უხვსა განძურს მიიღებს მომავალ საუკუნეში. ნუ ავნებთ ქრივებს, ნურწობლებს და ნურც ხიზნებს, ანუ უცხოელებს, რათა ღვთის რისხვა არ მოიწიოს თქვენზე. ანუ უცხოტომელი, ანუ წარმოიდგინეთ, უცხოელი სტუმრად თუ არის შენთან, ხელიც კი არ უნდა აწიო, არც უნდა შეურაცხყოფა მიაყენო. რომ ღვთის რისხვა არ მოიწიოს შენზე. ნუ მიაგებთ ბოროტის, შურისგების უარყოფა და მისი ღვთის სამსჯავროსთვის გადალოცვა არის ბიბლიური ეთიკის მწვერვალი. შეადევთ რომელთა მე-12 თავის მე-19 მუხლი. ნუ იძიებთ შურს თავად, საყვარელო, რამე თუ წერილი არის, ჩემი არ შურისგება და მე მივაკო, ამბობს უფალი. აქედან ენოქის წიგნიდან ციტირებს პავლე მოციქულიც. ქრითა და ობოლთა და უცხოთა დაცვა, ეს მონაკვეთი არის ძველი აღთქმის სოციალური სამართლიანობის კანონების პირდაპირი ციტირება. გამოსვლა 22 თავის 21-22. ქრივი და ობოლი არ შეავიწროოთ. მწირს, ანუ უცხოელს ნუ დაჩაგრავთ. ამ ჯგუფების ჩაგვრა ბიბლიურ ტრადიციაში უმცირეს ხანში იწვევს ღვთის მყისიერ რისხვას. თავი 51. გაუწოდე ხელი გლახაკს შენი ძალის და შესაძლებლობისამებ. ნუ დამალავ შენს ვერცხლს მიწაში. შეეწიე მორწმუნეს გასაჭირში და მაშინ უბედურების ჟამს შენც აქცდება განსასწრად. ყოველი მძიმე და სასტიკი უღელი, რომელიც თავს დაგატყდება, დაითმინე უფლის გულისთვის. დამგვარად პოვებ შენს საზღაურს განკითხვის დღეს. კეთილ არს დილით
შუადღითა და საღამოს უფლის ავანეში შესვლა შენი შემოქმედის ადიდებლად. ვინაიდან ყოველი სულდგმული განადევს მას და ყოველი ქმნილება ხილური თუ უხილავი აღავნეს მის გებას. თავი 52. ნეტარ არის კაცი, რომელიც ბაგეებს განახვამს საბაოთ ღმერთის სადიდებლად და გულით აქებს უფალს. წყეულ არის ყოველი კაცი, რომელიც ბაგეებს განახვამს მოყვას ის სასამცირებლად და ცირვიწამებისთვის, ვინაიდან ამით იგი ღმერთს შეურაცხყოფს. ნეტარ არის იგი, ვინც ბაგეებს განახვამს ღვთის კურთხევის და დიდებისათვის. წყეულ არის უფლის წინაშე ცხოვრების ყოველ დღეს იგი, ვინც ბაგეებს განახვამს წყეულისა და გმობისათვის. ნეტარ არის იგი, ვინც აკურთხებს უფლის ყოველ ნამუშევარს. წყეულ არის იგი, ვინც უფლის შემოქმედებას დამცირებით ეპყრობა. ნეტარ არის იგი, ვინც დაბლა იხედავს გულმოწყალებით და წამოაყენებს დაცემულს. წყეულ არის იგი, ვინც სხვისი საკუთრების მიტაცებას და განადგურებას ესწრაფეს. ნეტარ არის იგი, ვინც მტკიცედ იცავს მამათა მიერ დასაბამიდან დადგენილ საფუძვლებს. წყეულ არის იგი, ვინც ამახინჯებს არღვევს თავის მამაპაპურ დადგენილებებს. ნეტარ არის იგი, ვინც ნერგავს მშვიდობას და სიყვარულს. წყეულ არის იგი, ვინც აღაშფოთებს მათ, ვისაც უყვარს თავისი მოყვას. ნეტარ არის იგი, ვინც ყველას თავდაბალ ენითა და გულით ეუბნება. წყეულ არის იგი, ვინც თავისი ენით მშვიდობას ლაპარაკობს, ხოლო გულში მშვიდობა კი არა მახვილი აქვს. რამე თუ ყოველივე ეს გაშიშვლდება სასწორზე და წიგნებში დიდი სამშევროს დღეს. თავი 53. და ახლა შვილებო ჩემო, ნუ იტყვით მამა ჩვენი ღვთის წინაშე დგას და ლოცულობს ჩვენი წოდებისთვის. რამე თუ იქ არ არსებობს არავითარი შემწე იმ კაცისთვის, რომელმაც შესწოდა. პირადი პასუხისგებლობა და შუამდგომლობის შეუძლებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ესქატოლოგიური დებულება. ენოქი აფრთხილებს შვილებს, რომ საშინაო სამსჯავროზე მამის ავტორიტეტი და მისი სიწმინდეც კი ვერ იხსნის ცოდვას. თითოეული ადამიანი საკუთარ საქმეებზე აგებს პასუხს. მსგავსი აზრი მკაფიოდ არის გამოხატული ეზეკიელ წინასწარმეტყველთა მე-14 თავის მე-14-მე-20 მუხლებში. სადაც ნათქვამია, რომ ნოე, დანიელი და იობიც კი მხოლოდ საკუთარ სულებს იხსნიდნენ თავიანთი სიმართლით. და თქვენ ხედავთ თუ როგორ ჩავწერე ყოველი ადამიანის საქმე მათ შექმნამდე, ყოველივე რაც კი კეთდება ყველა ადამიანს შორის ყოველ ჟამს და ვერავინ შეძლებს ჩემი ხელნაწერის უარყოფას ან შეცვლას, რადგან უფალი ხედავს ადამიანის ყოველ ზრახვას თუ რაოდენ ამაონი არიან ისინი, სადაც კი წვანან გულის საგანძურებში. და ახლა შვილებო ჩემო, კარგად დაიხსოვეთ მამა თქვენის ყველა სიტყვა, რომელთაც გეუბნებით, რათა არ ინანოთ და არ თქვათ, რატომ არ გითხრა მამა ჩვენმა. თავი 54. იმ დროს თუ კი ვერ გაიგებთ იმას და ეს წიგნები, რომლებიც მოგეცით, იყოს თქვენი მშვიდობის მემკვიდრეობა. გადაეცით ისინი ყველას, ვისაც სურს და ასწავლეთ მათ, რათა იხილონ უფლის უდიდესი და საკურველი საქმეები. თავი 55. შვილნო ჩემნო, აჰა, მოახლოვდა ჩემი აღსასრულის დღე და ჟამი. ვინაიდან ანგელოზნი, რომელნიც თან უნდა წამყვნენ, ჩემ წინ დგანან და მაჩქარებენ, რათა განგეშოროთ. ისინი დგანან აქ დედამიწაზე და ელიან იმას, რაც ებრძანათ. ვინაიდან ხვალ ცეცად აღვალ უზენაეს იერუსალიმში, ჩემს საუკუნო სამკვიდრებელში. ამიტომ გამცნებთ აღასრულოთ უფლის წინაშე ყოველივე, რაც სათნო არის მისთვის. თავი 56. მიუგო მათუსალამ მამასა თვისა ენოქს და რქვა, რა არის სათნო შენს თვალში, მამაო, რათა აღვასრულო შენ წინაშე, რათა აკურთხო ჩვენი სავანეები და შენი ძენი და რათა განადიდოს შენი ხალხი შენივე მეშვეობით და ამგვარად განეშორო აქაურობას, როგორც უფალმა ბრძანა. მიუგო ენოქმა თავის ძეს მათუსალას და რქვა, ისმინე შვილო, იმ ჟამიდან, როდესაც უფალმა მცხო თავისი დიდების სვირონით, საზდელი არ შემოსვლა ჩემსში და ჩემს სულს აღარ ახსოვს მიწიერი სიამოვნი და აღარც რაიმე მიწიერი მსურს. თავი 57. შვილო ჩემო მათუსალა,
მოუხმე ყველა შენს ძმას, შენს მთელ სახელოს და ხალხის უხუცესებს, რათა ვესაუბრო მათ და განვეშორო, როგორც ჩემთვის არის განწესებული. და ისრაფა მათოსანა და მოუხმო თავის ძმებს, რეჯიმს, რიმას და უჩანს, ქერმიოს, გაიდაც და ხალხის ყველა უხუცეს მამის თვისისას, ენოქის წინაშე და აკურთხა ისინი ენოქმა და რქვა მათ. ისმინე ჩემი შვილნო, ჩემნო დღეს. იმ დღეებში, როდესაც უფალი გარდა მოხდა ქვეყნად ადამის გულისთვის და მოინახულა ყველა თავისი ქმნილება, რომელიც თავადვე შექმნა, ყოველივე შემდგომ შექმნა მან ადამი. და მოუხმო უფალმა დედამიწის ყველა მხეცს, ყველა ქვეწარმავალს და ხარისში მოფარფათე ყველა ფრინველს და წარუდგინა ისინი ჩვენი მამა ადამის წინაშე. და უწოდა ადამიანს სახელები ყოველსავე ცოცხალს დედამიწაზე და დაადგინა იგი უფალმა ყოველივეს მმართველად და დაუმორჩილა მას ყოველივე მის ხელქვეშ და გახადა ისინი უტყვნი და უგუნურნი, რათა ადამიანის მიერ ყოფნიყვნენ წინამძღოლებულნი და სრულ მორჩილებას და ქვემდებერაობაში ყოლოდა ისინი. ამგვარად შექმნა უფალმა ყოველი ადამიანი თავისი მთელი მონაგების პატრონად. უფალი არ განიკითხავს არცეთ პირუტყვის სულს ადამიანის გამო, არამედ ადამიანთა სულებს განუკუთვნებს მათსავე პირუტყვის ამ წოდისობაში, ვინაიდან ადამიანებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. და როგორც ყოველი ადამიანის სული სათითაოდ არის სათვალავში, ასევე არც პირუტყვი დაიღუპება და არც უფლის მიერ შექმნილი პირუტყვის სულები წარწყდებიან დიდ სამსჯავრომდე და ისინი თავადვე ამხილებენ ადამიანს, თუ კი იგი მათ ცუდად გამოკვებავს. თავი 59. ვინც ბილწავს პირუტყვის სულს, იგი საკუთარ სულს ბილწავს, ვინაიდან ადამიანს მოჰყავს წმინდა ცხოველები ცოდვის გამოსასხით მსხვერპლად, რათა პოვოს კურნება თვისისა სულისა. და თუ კი შესაწირავად მოჰყავთ წმინდა ცხოველები და ფრინველები, ადამიანი იღებს კურნებას, იგი კურნავს საკუთარ სულს. ყოველივე მოგეცა თქვენ საზრდოთ, შეკარეთ იგი 4-ვე ფეხით, რათა სრულად აღასრულოთ კურნება, რითაც იგი კურნავს საკუთარ სულს. ხოლო ვინც მოკლავს პირუტყვს, იარების გარეგანი დაზიანების გარეშე, იგი კლავს საკუთარ სულს და ბილწავს საკუთარ ხორცს. და ვინც რაიმე სახის ზიანს მიაყენებს პირუტყვს ფარულად, ეს არის ბოროტი საქმე და იგი ბილწავს საკუთარ სულს. თავი 60. ვინც ადამიანის სულის მოკვდინებას იქს, იგი საკუთარ სულს კლავს და საკუთარ სხეულს ღუპავს და არ იქნება მისთვის კურნება უგუნისამდე. ვინც ადამიანს რაიმე მახეს დაუგებს, თავადვე გაებება მასში და არ იქნება მისთვის კურნება უგუნისამდე. ვინც ადამიანს რაიმე საპყრობილეში ჩააგდებს, მის საზღაურს არაფერი მოაგდება დიდ სამშოროზე უგუნისამდე. ვინც უსამართოდ იქცევა ან ბოროტაც მეტყველებს, რომელიმე სულის წინააღმდეგ ვერ პოვებს სიმართლეს თავისთვის უგუნისამდე. თავი 61. დაახლა შვილნო, ჩემნო, დაიცავით თქვენი გულები ყოველი უსამართლობისგან, რომელიც ძაგს უფალს, როგორც ადამიანი ითხოვს ღვთისგან რაიმე საკუთარი სულისთვის, ასევე მოექცეს იგი ყოველ ცოცხალ სულს, ვინაიდან ვიცი ყოველივე რომ მომავალ დიდ ჟამს გამზადებულია მრავალი სავანი ადამიანთათვის, კეთილი კეთილთათვის და ბოროტი ბოროტთათვის, ურიცხვი და მრავალი. ნეტარ არიან ისინი, ვინც შედიან კეთილ სახლებში, ვინაიდან ბოროტ სახლებში არ არის მშვიდობა და არც გამოსავალია მათგან. ისმინე ჩვინო ჩემნო მცირედთა და დიდთა, როდესაც ადამიანი კეთილ ძრახვას ჩაიდებს გულში და უფლის წინაშე მოაქვს სხვენით თავისი ნაშრომისა, მაგრამ ეს მისი ხელის ნამუშევარი არ არის. მაშინ უფალი მიაბრუნებს თავის პირს მისი ხელის ნაშრომისაგან და ვერ პოვებს ის კაცი თავისი ხელების ნამუშევარს. და თუ კი მისმა ხელებმა შექმნა იგი, მაგრამ მისი გული დრტვინავს და არ წყვეტს განუწყვეტელ დრტვინვას, არანაირი სარგებელი არ ექნება მას. თავი 62. ნეტარია კაცი, ვისაც მოთმინებით და წმენით მოაქვს თავისი წვენი უფლის წინაშე, ვინაიდან იგი პოვებს ცოდოთა მიტევებას. ხოლო თუ იგი დროზე ადრე გადათქვამს თავის სიტყვას, არ იქნება მისთვის სინანული და თუ ჟამით გადავა და იგი საკუთარი ნებით არ აღასრულებს აღთქმოს, სიკვდილის შემდეგ აღარ იქნება სინანული. ვინაიდან ყოველი საქმე, რომელსაც ადამიანი დროზე ადრე იქს, არის სრული სიცრუე ადამიანთა წინაშე და ცოდვა ღვთის წინაშე. ყოველი საქმე, რომელიც დროზე ადრე იქს, ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე. თავი 63.
როდესაც ადამიანი შემოსავს შიშველს და დააპურეს მშიერს, იგი ჰპოვებს საზღაურს ღვთისგან. ხოლო თუ მისი გული რტვინავს, იგი ორმაგ ბოროტებას ჩაიდეს, წარწმენს საკუთარ თავსას და იმასაც, რასაც გასცემს, და ამის გამო ვერანაირ საზღაურს ვერ მიიღებს, ვერ ჰპოვებს. და თუ მისი საკუთარი გული აღივსება თვისისავე საზრდიეთა და ხორცით და შეიმოსება თვისისავე სამოსლით, იგი ჩაიდეს სიამაყეს. და ახკარგავს სიმცირისა და სიღარების მთელ თავის მოთმინებას და ვერ ჰპოვებს თავის კეთილ საქმეთა საზღაურს. ყოველი აპარტავანი და მაღალფარდოვანი, ანუ მედიდურად მეტყველი კაცი საძეგელია უფლისათვის და ყოველი ცრუ სიტყვა სიცრუით შემოსილი მოიკვეთება სიკვდილის מחვილის პირით, ჩავარდება ცეცხლში და დაიწვება უკუნისამდე. თავის 64. როდესაც ენოქმა ეს სიტყვები უთხრა თავის ძეებს, ყველა ადამიანმა, ახლობელმა თუ შორეულმა გაიგონა, რომ უფალი მოუხმობდა ენოქს და მათ ერთად მოითათბირეს წავიდეთ ამ დამბორს უყოთ ენოქს და შეიკრიბა 2000 კაცი და მივიდნენ ახუზანის ადგილას, სადაც იმყოფებოდა ენოქი თავის ძეებთან ერთად. და მივიდნენ ხალხის უხუცესთან და მთელი კრებული თაყვანისცეს და დაუწყეს ამბურის ყოფა ენოქს და უთხრეს მას: მამაო ჩვენო ენოქ, კურთხეული ყავ უფლის, საუკუნო მეუფის მიერ და ახლა აკურთხე შენი ძენი და მთელი ხალხი, რათა გამდიდდეთ დღეს შენ წინაშე. ვინაიდან შენ გამდიდდები უფლის პირის წინაშე უკუნისამდე, რამე თუ გამოგირჩია შენ უფალმა დედამიწის ყველა ადამიანზე მეტად და დაგადგინა თავისი ყოველი ხილული და უხილავი ქმნილების მწერლად, ადამიანთა ცოდვებისგან გამომსყიდველად და შენი სახლეულის შემწედ. თავის 65. და მიუგო ენოქმა მთელ თავის ხალხს და უთხრა: ისმინეთ შვილნო ჩემნო, სანამ ყოველი ქმნილება შეიქმნებოდა, უფალმა შექმნა ხილული და უხილავი საგნები და რაოდენი ჟამიც იყო და წარვიდა გულისმყავით, რომ ყოველივე ამის შემდგომ შექმნა მან ადამი თავისივე ხატის მსგავსება და მის ამას თვალების ანახავად, ყურების სასმენელად და გული განსაჭირად და გონება სათათბიროდ. და იხილა უფალმა ადამიანის ყოველი საქმე და შექმნა ყველა თავისი ქმნილება და განყო დროისგან განაჩინა წლები, წლებისგან დაადგინა თვეები, თვეებისგან დაადგინა დღეები და დღეებისგან დაადგინა 7 დღე და მათში დაადგინა საათები და ზუსტად განზომა ისინი, რათა ადამიანს ეფიქრა დროზე, დაითვალა წლები, თვეები და საათები, მათი მონაცვლეობა, დასაბამი და დასასრული და რათა დაითვალა თავისი საკუთარი სიცოცხლე დასაბამი და სიკვდილამდე და ეფიქრა თავის ცოდვაზე და აღენუსხა თავისი კეთილი და ბოროტი საქმეები. ვინაიდან არც ერთი საქმე არ არის დაფარული უფლის წინაშე და რათა ყოველმა ადამიანმა იცოდეს თავისი საქმეები, არასოდეს გარდახდეს მის მცნებებს და შეინახოს ჩემი ხელნაწერი თაობიდან თაობამდე. როდესაც დასრულდება მთელი ხილული და უხილავი ქმნილება, რომელიც უფალმა შექმნა, მაშინ ყოველი ადამიანი წარდგება დიდ სამსჯავროზე და მაშინ წარხდება ყოველი ჟამი და წლები და ამერიდან აღარც თვეები იქნება, აღარც დღეები და აღარც საათები. ისინი შეერთდებიან და აღარ აღინუსხებიან. იქნება ერთი საუკუნე, ანუ ეონი. და ყველა მართალი, ვინც თავს დააღწევს უფლის დიდ სამსჯავროს, შეიკრიბება ამ დიდ საუკუნეში, ვინაიდან დაიწყება მართალთა დიდი საუკუნე და ისინი იცოცხლებენ საუკუნედ. და მაშინ მათ შორის აღარ იქნება აღარც შრომა, აღარც ნებულება, აღარც დამცირება, აღარც შფოთი, აღარც საჭიროება, აღარც სიმკაცრე, აღარც ღამე და აღარც სიბნელი, არამედ დიდი ნათელი. დაექნებათ მათ დიდი ურღვევი კედელი და ბრწყინვალე უხსნელი სამოთხე, ვინაიდან ყოველი გახსნადი წარხდება და იქნება საუკუნო სიცოცხლე. თავის 66. და ახლა შვილნო ჩემნო, დაიცავეთ თქვენი სულები ყოველი უსამართლობისაგან, რომელიც ზაგს უფალს, სულს უფალს. იარეთ მისი პირის წინაშე შიშთა და თოვლით და მხოლოდ მას ერთს ემსახურეთ. თაყვანი ეცით ჭეშმარიტ ღმერთს და არა უტყ-კერპებს, არამედ თაყვანი ეცით მის ხატებას და მიიტანეთ ყოველი მართალი შესაძლებელი უფლის პირის წინაშე, რამე თუ უფალს ზულს ყოველივე უსამართლო. ვინაიდან უფალი ხედავს ყოველივეს, როდესაც ადამიანი გულში რაიმეს განიზრახავს, მაშინ იგი თათბირობს გონებასთან და ყოველი აზრი მუდამ ჟამს უფლის წინაშეა, რომელმაც განამტკიცა დედამიწა და მასზედ დაამკვიდრა ყოველი ქმნილება. თუ კი ზეცას შეხედავ, უფალი იქ არის. თუ კი ზღვის უფსკრულებსა და ქვესკნელს განიზრახავ, უფალი იქაც არის. რამე თუ უფალმა შექმნა ყოველივე, ნუსცემთ თაყვანს ადამიანის მიერ შექმნილ საგნებს და ნუ მიატოვებთ ყოველი ქმნილების უფალს, ვინაიდან არც ერთი საქმე არ შეიძლება დარჩეს დაფარული უფლის პირისაგან.
გავიმეორებ. რამე თუ უფალმა შექმნა ყოველივე და ნუსცემთ თაყვანს ადამიანის მიერ შექმნილ საგნებს. და ნუ მიეტოვებთ ყოველი ქმნილების უფალს, ვინაიდან არც ერთი საქმე არ შეიძლება დარჩეს დაფარული უფლის პირისგან. იარეთ შვილო ჩემნო სულგზელებით, სიმშვიდით და პატიოსნებით, წუხარებაში, განსასწრებში, რწმენით და ჭეშმარიტებით, აღთქმათა სასოებით, სნეულებაში, შეურაცხყოფაში, იარებსა და ცნუნებებში, სისიშვიესა და ნაკლულებანებაში, გიყვალეთ ერთმანეთი, სანამ განხვალთ ამ ბოროტის ჟამიდან, რათა გახდეთ დაუსრულებელი ჟამის მემკვიდრენი. ნეტარ არიან მართანი, ვინც თავს დააღწევს დიდ სამსჯავროს, ვინაიდან ისინი მზეზე 7 წილად მეტად გაბრწყინდებიან, რამე თუ ამ წუდის სოფელში ყოველივეს მოიკვეთება მეშვიდე ნაწილი ნათელს, ბნელს, საზრდელს, სიამეს, წუხარებას, სამოთხეს, ტანჯვას, ცეცხლს და ყინვასა და სხვა საგნებს. ყოველივეს მან წერილობით აღნუსხა, რათა წაიკითხონ და გულისმაყონ. თავის 67. როდესაც ენოქმა დაასრულა ხალხთან სიტყვა, მოავლინა უფალმა სიბნელე დედამიწაზე და ჩამოწვა წყდიადი და დაჰფარა ის კაცნი ენოქის გვერდით რომ მიდგნენ. დაიტაცეს ენოქი უზენაეს ცათაშინად, სადაც უფალი მკვიდრობს და შეიწნარა იგი უფალმა და დაადგინა თავისი პირის წინაშე და განეშორა სიბნელე დედამიწას და კვლავ გამოჩნდა ნათელი. ხოლო ხალხმა იხილა და ვერ მიხვდა თუ როგორ იქნა წაყვანილი ენოქი და განადიდეს ღმერთი და პოვეს გრაგნილი, რომელზედაც გამოსახული იყო სიტყვები, უხილავი ღმერთი და ყველანი თავთავიან საცხოვრებლებში დაბრუნდნენ. თავის 62. ენოქი იშვა სივანის თვის მე-6 დღეს და იცოცხლა 365 წელი. იგი წესად იქნა ატაცებული სივანის თვის პირველ დღეს და დახუს ზეცაში 60 დღე. მან აღნუსხლა სამყაროს შექმნის ყველა ეს სასწაული, რომელიც უფალმა შექმნა და დაწერა 376 წიგნი. და გადასცა ისინი თავის ძეებს და დაჰყო დედამიწაზე 30 დღე და კვლავ იქნა ატაცებული ზეცად. სივანის თვის მე-6 დღეს, სწორედ იმ დღესა და საათს, როდესაც იშვა. ისევე როგორც ყოველი ადამიანის ბუნება ერთგვარია ამ ცხოვრებაში, ასევეა მისი ჩასახვა, შობა და ამ ქვეყნად გასვლა. იმ საათზე, რომელშიც ის ჩაისახება, მასშივე იბადება და მასშივე კვდება. წიგნობრობის სიმბოლიკა და რიცხვები. მართალი ადამიანები ხშირად ზუსტად იმავე თვესა და დღეს კვდებიან, როდესაც დაიბადნენ. მაგალითად, მოყვანილია მოსე წინასამეტყველი, რომელიც 7 ადარს დაიბადა და გარდაიცვალა. თავის 69. ეს თავი არ არის ინგლისურ ვერსიაში შესული და ჩვენ თარგმნით ებრაულიდან. სლავური ტექსტის არ არის ხელმისაწვდომი. მეთუშალახმა და მისმა ძმებმა ენოქის ყველა ძემ ისწრაფეს და აღმართეს საკურთხეველი იმ ადგილას, რომელსაც ეწოდება ახუზანი, არონა. ტოპონიმი ახუზანი, ეს არის სქოლიოს ცენტრალური ნაწილი ტექსტური კრიტიკა. ხსნის, რომ სლავურ ვერსიაში დაცული სახელი ახუზანი ებრაულად უკავშირდება სიტყვას ახუზა, მამული, სამფლობელო, კავშირი იერუსალიმის ტაძართან. კომენტარი აკავშირებს ამ ადგილს ორნას, არონა კალოსთან, იებუსალების ორნას კალოს, სადაც მეფე დავითმა შეწირა მსხვერპლი და სადაც მოგვიანებით სოლომონის ტაძარი აშენდა. ებრაული მიდრაშული ტრადიციის მიხედვით, რომელიც ციტირებულია სქოლioში, ბერეშით რაბა, ფესიქთა რაბათი, ეს ადგილი არის დედამიწის ჭიპი, სადაც შეიქმნა პირველი ადამის მიწა აქედან არის აღებული და დაიკრძალა აბელი. მსხვერპლი შეწირეს ადამ და კაინმა და აბელმა და ნოემ წარღვნის შემდეგ მოხდა ისააკის შეკვრა აქედან და აბრაამის მიერ. აქედან გამომდინარე აპოკრიფული ტექსტი მიიჩნევს, რომ ენოქის ამაღლება და მათუსალას მიერ პირველი სამღვდელო საკურთხევლის აგება სწორედ მომავალი იერუსალიმის ტაძრის ადგილას მოხდა. და დაკლეს ვერძები და ხბოები და მოუხმეს მთელ ხალხს. საიდანაც იქნა ატაცებული ეს ახუზანი, საიდანაც ენოქი იქნა ატაცებული. და დაკლეს ვერძები და ხბოები და მოუხმეს მთელ ხალხს და ჭამეს მსხვერპლი უფლის წინაშე. და მოვიდნენ კაცები დიდ სიხარულში, მოუტანეს წვენი ენოქის ძეებს და ინადიმეს და იხარეს 3 დღის განმავლობაში. და მესამე დღეს საღამოს ჟამს
უთხრეს ხალხის უხუცესებმა მათუსალას. წარდე უფლის წინაშე, მთელი ხალხის წინაშე და უფლის სამსხვერპლოს წინაშე და განდიდდები შენს ხალხში და მიუგო მათუსალამ თავის ხალხს. მოიცადეთ კაცნო, ვიდრე თავად უფალი მამაჩემის ენოქის ღმერთი არ აღადგენს მღვდელს თავისივე ხალხისთვის და ელოდა ხალხი იმ ღამეს ამაოდ ახუზანის ადგილას. ხოლო მათუსალა დარჩა სამსხვერპლოსთან, ილოცა უფლის მიმართ და თქვა: ო უფალო, ერთადერთო მეუფეო, მთელოს სამყაროსაო, რომელმაც წაიყვანე მამაჩემი ენოქი. აღადგინე მღვდელი შენი ხალხისათვის და მიეცი მათ გულებს გონება, რათა ეშინოდეთ შენი დიდებისა და აღასრულოს ყოველივე შენი ნებისავი. და ჩაეძინა მათუსალას და გამოეცხადა მას უფალი ღამის ჩვენებაში და უთხრა: ისმინე მათუსალა, მე ვარ უფალი მამაშენის ენოქის ღმერთი, ისმინე ამ ხალხის ხმა და წარდეკ ჩემი სამსხვერპლოს წინაშე და მე განგადიდებ მთელი ხალხის წინაშე და იქნები პატივდებული შენი ცხოვრების ყოველ დღეს და გაკურთხებ შენ. და განეღვიძა მათუსალამ ძილისაგან აკურთხა უფალი, რომელიც გამოეცხადა მას. და ისრაფეს ხალხის უხუცესება მათუსალასთან და უფალმა ღმერთმა წარმართა მათუსალას გული, რათა შეესმინა ხალხს ხმა და უთხრა მათ: უფალი ღმერთია ის, ვინც დღეს ჩემს თვალწინ წყალობა მოიღო ამ ხალხზე. და ისრაფეს სარხასანმა, ხარმისმა და ზაზასმა, ხალხის უხუცესებმა შემოსეს მათუსალა დადგენილი სამოსი და დაადგეს ბრწყინვალე გვირგვინით თავზე. და ისრაფა ხალხმა მოიყვანეს ცხვრები, ხარები და ფრინველები, ყოველივე მათგანი შემოწმებული იყო, რათა შეეწირა მათუსალას უფლის სახელი და ხალხის სახელი. დავიდა მათუსალა უფლის სამსხვერპლოზე და განათდა მისი პირი, როგორც ამომავალი მზე შუადღისას. და მზე მთელი ხალხი პროცესიით მიჰყვებოდა მას უკან. და დადგა მათუსალა უფლის სამსხვერპლოს წინაშე, ხოლო მთელი ხალხი იდგა შესაწირავი ადგილის გარშემო. და როდესაც ხალხის უხუცესებმა იყვანეს ცხვრები და ხარები, შეუკრეს მას 4-ვე ფეხი ერთად და დააწყვეს სამსხვერპლოს თავთან. და უთხრეს მათუსალას: აიღე მახვილი და დაკალია შესაწირავი უფლის წინაშე წესისამებრ. და გაიწვდა მათუსალამ ხელები ზეცისაკენ, მოუხმო უფალს და თქვა: შემიწყნარე, ო უფალო, ვინ ვარ მე, რომ დგავარ შენი შესაწირავი ადგილის თავთან და ამ ხალხის წინაშე? და ახლა, ო უფალო, მოხედე შენს მონას და მთელს ამ ხალხს და ააღესრულოს ყოველი სამედრებელი და მიეცი კურთხევა შენს მონას მთელი ხალხის თვალწინ, რათა მიხვდნენ, რომ შენ ხარ ის, ვინც დამადგინა მღვდლად შენი ხალხისთვის. და იყო როდესაც დაასრულა მათუსალამ ლოცვა, შეიძრა სამსხვერპლო, აიწია მახვილი სამსხვერპლოდან და ჩაესვენა მათუსალას ხელში მთელი ხალხის თვალწინ. და შეწუნდა ხალხი დადდებდა ღმერთს. და პატივდებული იქნა მათუსალა უფლის წინაშე და მთელი ხალხის წინაშე იმ დღიდან მოყოლებული. და აიღო მათუსალამ მახვილი და დაკლა ყოველივე რაც ხალხმა მოიტანა. და გაიხარა ხალხმა დიდი სიხარული და ილხენდნენ უფლის წინაშე და მათუსალას წინაშე იმ დღეს. და აკურთხა ისინი მათუსალამ და ამის შემდგომ წარვიდა თითოეული თავის სავანეში. თავის 70-ათე. დაიწყო მათუსალამ დგომა სამსხვერპლოსთან უფლის წინაშე და მთელი ხალხი იყო მასთან იმ დღიდან 10 წლის განმავლობაში და სასოებდა საუკუნო მემკვიდრეობას და სრულად ასწავლიდა კეთილს მთელს დედამიწას და თავის ხალხს. და არ მოიძებნებოდა არც ერთი კაცი, რომელიც ამაოდ ზურგში აქცევდა უფალს მთელი იმ დღეების განმავლობაში, რაც მათუსალა ცოცხალი იყო. და აკურთხა უფალმა მათუსალა და მოემადლა მისი მსხვერპლი, მისი წვენი და ყოველივე მსახურება, რომელსაც იგი აღასრულებდა უფლის წინაშე. და როდესაც დადგა მათუსალას ამ ცხოვრებიდან გასვლის დღეთა ჟამი, გამოეცხადა მას უფალი ღამის ჩვენებაში და უთხრა: ისმინე მათუსალა, მე ვარ უფალი, მამაშენის ენოქის ღმერთი. სურს უწყოდე, რომ დასრულდა შენი ცხოვრების დღეები და მოახლოვდა შენი განსვენების დღე. მოუწოდე ნირს, შენი ძის, ლამექის მეორე ძეს, რომელიც ნოეს შემდეგ დაიბადა. და შემოსე იგი შენი კურთხევის სამოსი და დააყენე ჩემს სამსხვერპლოსთან და უთხარი მას ყოველივე, რაც მოხდება მის დღეებში. რამე თუ მოახლოვდა მთელი დედამიწის ყოველი ადამიანის და ყოველი სულიერი განადგურების ჟამი, რაც კი დედამიწაზე ცოცხლობს. რამე თუ მის დღეებში იქნება უდიდესი დაცემა დედამიწაზე, ვინაიდან თვითოეულმა იწყო თავისი მოყვასის შური და ადამიანთა წინააღმდეგ წაშალეს საზღვრები და ერი ომს აწარმოებს. დაივსო მთელი დედამიწა სიბილძით, სისხლითა და ყოველგვარი ბოროტებით და მეტიც მათ მიატოვეს თავისი უფალი, დაყვანსემენ ცრუ ღმერთებს, ცის თაღს, რაში ცაში მოძრავ მნათობებს და ზღვის ტალღებს და განდიდდება მტერი და გაიხარებს თავისი საქმეებით ჩემს დიდ სამწუხროდ.
და შეიცვლის დედამიწა თავის დროთა ჟამს და ყოველი ხე და ყოველი ნაყოფი შეიცვლის თავისი თესლს განადგურების ჟამის მოლოდინში და ჩემი ხანძრით შეიცვლება დედამიწაზე ყოველი მოდგმა. მაშინ გავცემ ბრძანებას, გადმოიღრება ოფსკრული დედამიწაზე და ზეცის წყალთა დიდი საცავები ჩამოვლენ დედამიწაზე, პირვანდელი სახით და საწყისი ბუნებით. და წარწყდება დედამიწის ყველა ნაგებობა და შეიძურის მთელი დედამიწა და წაერთმევა მას ძალა იმ დღიდან. მაშინ გადავარჩენ შენი ძის ლამექის ძეს მის პიმშოს ნოეს. და მისი თესლისაგან აღვადგენ სხვა სამყაროს და მისი თესლი იარსებებს უკუნისამდე, ვიდრე არ დადგება მეორე განადგურება, როდესაც კაცობრიობა კიდევ ერთხელ შესწოდავს ჩემს წინაშე. და წამოხდა მათუსალა ძილისაგან და მეტად შეაშფოთა მისმა სიზმარმა და მოუხმო ხალხის ყველა უხუცეს და უამბო მათ ყოველივე რაც უფალმა უთხრა და ყოველივე რაც უფრის მიერ იხილა ჩვენებაში. და შეწწუნდა მთელი ხალხი მისი ჩვენების გამო და მიუგეს მას. უფალია, უფალია, უფალია უფალი და აღასრულებს თავის ნებისამებრ. და ახლა მათუსალა შენ გააკეთე ყოველივე ისე როგორც უფალმა გებრძანა და მოუხმო მათუსალამ ნირს ლამექის ძეს ნოეს უმცროს ძმას. ლამექის ძეს ნოეს უმცროს ძმას შემოსა იგი მღვდლის სამოსით მთელი ხალხის თვალწინ და დააყენა იგი უფლის სამსხვერპლოს სათავეში და ასწავლა მას ყოველივე რაც უნდა გაეკეთებინა ხალხში. და უთხრა მათუსალამ ხალხს, აჰა ნირი, ის იქნება თქვენს წინაშე ამ დღიდან მოყოლებული, როგორც მთავარი და წინამძღოლი. და უთხრა ხალხმა მათუსალას, და იყოს ასე ჩვენთვის შენი სიტყვისამებრ და შენ იქნები უფლის ხმა, სწორედ ისე როგორც გითხრა შენ. და როდესაც დაასრულა მათუსალამ ამ ხალხთა ლაპარაკი სამსხვერპლოს წინაშე, შეიძრა მისი სული, მოიძრე გამოხლი, აღაპყრო ხელებიზეცე და ილოცა უფლის მიმართ და ლოცვისას განუტევა სული უფლის ნებისამებრ. და ისრაფეს ნირმა და მთელმა ხალხმა და აუგეს მათუსალას აკლდამა ახუზანის ადგილას. მეტად გულმოდგინედ შეამკეს და იგი და ყოველივე წმინდათა წმინდითა და კანდელებით. და მივიდა ნირი მრავალი დიდები და ხალხმა აღაპყრო მათუსალას ცხედარი. ადიდებდნენ ღმერთს და აღასრულეს მისთვის მსახურება აკლდამაში, რომელიც მისთვის განამზადეს და დაახფარეს იგი. და თქვენს რაოდენ კურთხეულიყო მათუსალა უფლის წინაშე და მთელი ხალხის წინაშე. და როდესაც სურდა თავთავის ადგილას წასვლა, უთხრა ნირმა ხალხს. ისწრაფეთ დღეს და მოიყვანეთ ცხვრები, ხარები და გულიტები და ტრედები, რათა შესწიროთ მსხვერპლი უფლის წინაშე დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ წადით თქვენს სახლებში. და ისმინა ხალხმა ნირღვდლისა ისწრაფეს და მოიყვანეს ისინი და შეუკრეს ფეხები სამსხვერპლოს თავთან. და აიღო ნირმა სამსხვერპლო მახვილი და დაკლა ყოველივე, რაც მოტანილი იქნა უფლის წინაშე შესაწირავად. და იხინა მთელმა ხალხმა უფლის წინაშე და იმ დღეს ადიდებდნენ უფალს, ცისა და ქვეყნის ღმერთს, ნირის ღმერთს. და იმ დღიდან დამკვიდრდა მშვიდობა და წესრიგი მთელ დედამიწაზე ნირის დღეებში და განაგებდა ნირი მთელ ქვეყანას 202 წლის განმავლობაში. და ამის შემდგომ ზურგი შეაქცია ხალხმა უფალს და იწყეს ერთმანეთთან შური. და აღსდგა ხალხი ხალხის წინააღმდეგ, ერი-ერის წინააღმდეგ, ებრძოდნენ და შეურაცხყოფდნენ ერთ-ურს. თუმცა ბაგეები ერთი ჰქონდათ, გულებმა სხვადასხვა რამ აირჩიეს. რამე თუ ეშმაკი გამეფდა მესამედ, პირველად 60-მდე, მეორედ 60-ში, ხოლო მესამედ 60-ის შემდეგ. პირველად 60-მდე, მეორედ 60-ში გამეფდა ეშმაკი, ხოლო მესამედ 60-ის შემდეგ, რაც გაგრძელდა პირდაპირ წარღვნამდე და ჩამოვარდა ცილობა და დიდი შფოთი. და ესმა ეს ნირ მღვდელს და მეტად შეწუხდა და თქვა თავის გულში, ჭეშმარიტად მიხვდი, რომ მოვიდა ჟამი და აღესრულა სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა მათუსალას, მამაჩემის, ლამექის მამას. თავის 71. აჰა ნირის ცოლი, სახელად სოფანიმი, ბერძი იყო და არასოდეს ეშვა შვილი ნირისგან. და იყო სოფანიმი მოხუცებულობის ჟამს თავისი სიკვდილის დღეს და მუცლად იყო, ხოლო ნირ მღვდელს არ სძინებია მასთან და არ შეხებია იმ დღიდან, რაც უფალმა დაადგინა იგი ხალხის წინაშე მსახურების აღსასრულებლად. როდესაც იხილა სოფანიმმა თავისი ორსულობა, შერწყდა და შეწუხდა და იმალებოდა ყოველ დღე, ვიდრე შობის ჟამი არ დაუდგა და ხალხთაგან არავინ უწყოდა ამის შესახებ. და როდესაც შესრულდა 282 დღე და მოახლოვდა შობის დღე, გაიხსენა ნირმა თავისი ცოლი, მოუხმო მას თავის სახლში, რათა დალაპარაკებოდა.
და მივიდა სოფანიმი ნირთან თავის ქმართან, აჰა ორსულად იყო იგი და მოახლოებული იყო შობისთვის დადგენილი დღე. და იხილა იგი ნირმა და მეტად შერწყვა და უთხრა მას, რა ჩაიდინე დედაკაცო, რისთვის შემარცხვინე ამ ხალხის წინაშე? ახლა კი განმეშორე და წადი იქ, სადაც დაიწყე შენი მუცლის სირცხვილი, რათა არ შევიგინო ხელი შენს გამო და არ შევწოდო უფლის წინაშე. და მიუგო სოფანიმმა ნირის თავის ქმარს და უთხრა, ო ჩემო ბატონო, აჰა მოხუცებულობის ჟამია ჩემი და დადგა ჩემი სიკვდილის დღე. და მე თავად არ უწყი, როგორ შემოტრია და ჩემი სიბერე და ჩემი მუცლის ბერწობა. და დაუჯერა ნირმა თავის ცოლს და მეორედ უთხრა მას, განმეშორე თორემ מחვილით, თორემ ხელით შეგეხები და შევწოდა უფლის წინაშე. და იყო როდესაც დაასრულა ნირმა ლაპარაკი თავის ცოლთან, დაეცა სოფანიმი ნირის ფეხი და აღესრულა. და მეტად შეწუხდა ნირი და თქვა თავის გულში, ნუ თუ ჩემი სიტყვის გამო მოხდა ეს, რამე თუ სიტყვითა და ფიქრითაც შეუძლია ადამიანს შესწოდოს უფლის წინაშე. ახლა კი მოიღოს ღმერთმა წყალობა ჩემზე, ჭეშმარიტად უწყის ჩემმა გულმა, რომ ხელი არ შემიხია მისთვის. და ამიტომ ვამბობ, დიდება შენ და უუფალო, რამე თუ კაცთაგან არავინ უწყის ამ საქმის შესახებ, რომელიც უფალმა მოიმოქმედა. და ისრაფა ნირმა დახშა თავისი სახლის კარი, მივიდა ნოესთან, თავის ძმასთან და აუწყა ყოველივე, რაც მის ცოლთან დაკავშირებით მოხდა. და ისრაფა ნოემაც, მივიდა თავის ძმა ნირთან, ერთად მის სახლში, სოფანიმის გარდაცვალების გამო და მსჯელობდნენ ერთ-ურთს შორის, თუ როგორ იყო მისი მუცელი შობის ჟამს. და უთხრა ნოემ ნირს, ნუ წუხარ ნირ ჩემო ძმაო, რამე თუ უფალმა დღეს დაგფარა ჩემი სირცხვილი და არავინ ხალხთაგან არ უწყის ამას. ახლა კი წავიდეთ სწრაფად და დავგწელოთ იგი ფარულე და უფალი დაგფაროს ჩვენი სირცხვილის ლაქას. და დაასვენეს სოფანიმი სარეცელზე, შემოახვიეს შავი სამოსელი და ჩაკეტეს სახლში, რომელიც დასაკრძალავად განამზადეს და გათხარეს საფლავის საიდუმლოდ. და გამოვიდა ყრმა გარდაცვლილი სოფანიმისგან და დაჯდა სარეცელზე მის გვერდით. და შევიდნენ ნოი და ნირი სოფანიმის დასაკრძალავად და იხილეს ყრმა, რომელიც იჯდა გარდაცვლილი სოფანიმის გვერდით და იწმენდა თავის სამოსელს. და შეეშინათ ნოესა და ნირს დიდი შიშით, რამე თუ ყრმა სხეულით სრულად განვითარებული იყო როგორც 3 წლის ბავშვი. და ამეტყველა ბაგეები და აკურთხა უფალი. და შეხედეს მას ნოემ და ნირმა და აჰა, მღვდლობის ნიშანი ბეჭედი ჰქონდა მკერდზე და დიდებული იყო მისი გარეგნობა. და თქვეს ნოემ და ნირმა, აჰა, ღმერთი განაახლებს მღვდლობას ჩვენი სისხლიდან, როგორც თავად ნებავს. ნოემ და ნირმა ისწრაფეს, განბანდეს ყრმა, შემოსეს იგი მღვდელმსახურების სამოსით, მისცეს მას წმინდა პური და მან ჭამა. და უწოდეს სახელი მისი მელქისედეკი. და აღაპყრეს ნოემ და ნირმა სოფანიმას ცხედარი, გახადეს მას შავი სამოსელი, განბანეს და იგი და შემოსეს გამორჩეულად წკინვალე სამოსი და აუგეს მას აკლდამა. მივიდნენ ნოე და ნირი და მელქისედეკი და დაკრძალეს იგი სოფანიმას საქვეყნოდ. და უთხრა ნოემ თავის ძმას ნირს, ფარველობდე ამ ყმას ფარულად ჟამის დადგომამდე, რამე თუ ადამიანები გაბოროტდებიან მთელს დედამიწაზე, ზურგში აქცევენ ღმერთს და სრული უმეცრებით მოაკვდინებენ მას. და ამის შემდგომ წავიდა ნოე თავის ადგილას და დაიწყო დიდმა უჯრედობამ გამრავლებამ მთელს დედამიწაზე ნირის დღეებში. და იწყო ნირმა მეტად წუხილი, განსაკუთრებით ყრმის გამო და თქვა, რაოდენ საგალობელია ჩემთვის საუკუნო უფალო, რომ ჩემს დღეებში გამრავდა ყოველი უჯრედება დედამიწაზე და ხვდები რაოდენ მოახლოებულია ჩვენი აღსასრული. მთელს დედამიწაზე ადამიანთა უჯრედობის გამო და ახლა უფალო, რა არის ჩვენება ამ ყრმის შესახებ, რა არის მის სიხვედრი და რა უყო მას, ნუ თუ ისი ჩვენთან ერთად წარწყდება ამ დაღუპვაში. და შეისმინა უფალმა ნირისა და გამოიცხადა მას ღამის ჩვენებაში. და უთხრა, ნირ, ის დიდი უჯრედობა, რაც დედამიწაზე გამრავდა და აღარ მიეკუთვნება იმას, რასაც მე მოვითმენ, და აჰა, სურს მოვავლინო დიდი განადგურება დედამიწაზე და ყოველივე რაც კი დედამიწაზე დგას წარწყდება. ხოლო ყმის გამო ნუ სწუხარ ნირ, რამე თუ მცირე ხანში მოვავლინეთ ჩემს მთავარანგელოზ მიქაელს, ის წაიყვანს ყრმას და დასვამს მას ედემის ბაღში, იმ სამოთხეში, სადაც ადამი იყო პირველად, 7 წლის განმავლობაში, და სადაც ზეცანი ღია იყო მანამ, სანამ ის შესწოდავდა. და ეს ყრმა არ წარწყდება მათთან ერთად, ვინც ამ თაობაში იღუპება, როგორც ეს მე განმაცხადე, რათა მელქისედეკი იყოს მღვდელი ყველა წმინდა მღვდლისა და მე დავადგენ მას, რათა იყოს იგი მომავლის მღვდელთა თავი. და განეღვიძა ნირმა ძილისაგან აკურთხა უფალი, რომელიც გამოიცხადა მას.
და თქვა კურთხეულ არსუფალი მამათა ჩემთა ღმერთი, რომელმაც მაუწყა თუ როგორ დაადგინა დიდი მღვდელი ჩემს დღეებში სოფანიმის ჩემი ცოლის მუცელში. ვინაიდან არ მყავდა შვილი ამ ტომში, რომელიც გახდებოდა დიდი მღვდელი, ხოლო ეს არის ჩემი ძე და შენი მონა და შენ ხარ დიდი ღმერთი. ამისთვის დიდებულ ყავ იგი შენს მონებთან და დიდ მღვდლებთან ერთად, შეთთან, ენოშთან, როშთან, ამილამთან, ფარშიდამთან, მაჰალალელთან, სერუქთან, არუსანთან, ალიმთან, ენოქთან, მეთუშალახთან და ჩემთან, შენს მონა ნირთან ერთად. აჰა, მელქისედეკი იქნება თავი იმ 13 მღვდლისა, რომლებიც მანამდე იყვნენ. და შემდგომად უკანასკნელ თაობაში იქნება სხვა მელქისედეკი, რომელიც მელქისედეკი პირველი 12 მღვდელთაგან. ხოლო უკანასკნელი იქნება ყოველივეს თავი, დიდი მღვდელმთავარი, სიტყვა და ძალა ღვთისა, რომელიც მოიმოქმედებს დიდ, აღტაცებულ და უფრო დიდებულ სასწაულებს, ვიდრე ყველა წინამორბედი. გავიმეორებ. ხოლო უკანასკნელი იქნება ყოველივეს თავი, დიდი მღვდელმთავარი, სიტყვა და ძალა ღვთისა, ანუ იესოზია საუბარი, რომელიც მოიმოქმედებს დიდ, აღმატებულ და უფრო დიდებულ სასწაულებს, ვიდრე ყველა წინამორბედი. ის მელქისედეკი იქნება მღვდელი და მეფე ახუზანის ადგილას, ესე იგი დედამიწის ცენტრში, სადაც ადამი შეიქმნა და სადაც იქნება მისი საბოლოო საფლავი. სხვა მელქისედეკი, ვის მელქისედეკი რა, იესოზი არის. და ამ მღვდელმთავართან დაკავშირებით დაწერილია, რომ ისიც იქ დაიკრძალება, სადაც დედამიწის ცენტრია. ისევე როგორც ადამად დაკრძალა იქ თავის საკუთარი ძე აბელი, რომელიც მისმა ძმამ კაინმა მოკლა, რამე თუ ის 3 წლის განმავლობაში ეს უნდა დაუკრძალავდა. ვიდრე ადამა არ იხილა ფრინველი სახელად ჭკა, თუ როგორ კრძალავდა იგი თავის საკუთარ მართვეს. ადამას კი არ იცოდა დამარხვა როგორ უნდა და 3 წელი ესე ედო აბელი დაუმარხავად. მე უწყი რომ მოვიდა დიდი აღრევა და ამ აღრევაში მოეღება ბოლო ამ თაობას და ყოველივე წარხდება გარდა ნოეს ჩემი ძმისა, რომელიც გადარჩება. ყოველივე წარხდება გარდა ჩემი ძმისა ნოესი, რომელიც გადარჩება. ხოლო შემდგომად აღმოცენდება ნერგი მისი ტომიდან და იქნებიან სხვა ადამიანები და გამოჩნდება სხვა მელქისედეკი, მღვდელთა თავი, რომელიც იმეფებს ხალხზე და აღასრულებს წმინდა მსახურებას უფლის წინაშე. ანუ ნოეს დაუმოვლობაში შემდეგ რომ გამოვა და გამრავლდებიან, გამოჩნდება სხვა მელქისედეკი კიდევ და არა ის პირველი მელქისედეკი. ნახე ეგ სადაც ჩანს. და როდესაც ყრმა 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ნირის კარავში, უთხრა უფალმა მიქაელს. ჩადი დედამიწაზე ნირ მღვდელთან, წაიყვანე ჩემი ყრმა მელქისედეკი, რომელიც მასთან არის და დასვი იგი ედემის ბაღში დასაცავად. რამე თუ მოახლოვდა ჟამი და გადმოღრიყოლა წყალს დედამიწაზე და ყოველივე რაც კი დედამიწაზეა წარწყმდება. ესე იგი ეს მელქისედეკი, რომელიც ედემის ბაღში შეიყვანა, სხვა არის და ის სხვა მელქისედეკი, რომელიც ნოეში დაუმოვლობიდან გამოვიდოდა დროთა განმავლობაში, ის არის, რომელიც იმეფებს ხალხზე და აღასრულებს წმინდა მსახურებას უფლის წინაშე. დაისრება მიქაელმა ჩამოვიდა ღამის ჟამს, როდესაც ნირს ეძინა და თავის არ ეცედა და გამოეცხადა მას მიქაელი და უთხრა: "ასე ამოსუფალი, ნირ, მომკვარე ხმა, რომელიც შენ მოგამდე." ხოლო ნირი ვერ მიხვდა, ვინ ელაპარაკებოდა მას და შეშფოთდა მისი გული. და თქვა, როდესაც ხალხი გაიგებს ყრმის შესახებ, შეიპყრობენ და მოაკვდინებენ მას, რამე თუ ამ ხალხის გული მზაკვარია უფლის წინაშე. და უთხრა ნირმა მას, ვინც ელაპარაკებოდა, ყრმა ჩემთან არ არის და მე არ უწყი ვინ ხარ შენ და მიუგო მას, ვინც ელაპარაკებოდა. ნუგეშინია ნირ, მე ვარ უფლის თავარანგელოზი მიქაელი. ვინც მელაპარაკებოდა, ვისაც ელაპარაკებოდა. მე ვარ უფლის და მიუგო მას, ვინც ელაპარაკებოდა. და მიუგო მას, ვისაც ელაპარაკებოდა. ნუგეშინია ნირ, მე ვარ უფლის თავარანგელოზი მიქაელი. უფალმა მომავლინა და ახლა წავიყვან შენს ყმას დღეს, წავალ მასთან ერთად და დავსვამ მას ედემის ბაღში და იქ იქნება იგი უკუნისად. ხოლო როდესაც დადგება მე-12 თაობა და გავა 1070 წელი, დაიბადება ამ თაობაში მართალი კაცი და ეტყვის მას ადონაი, რომ ავიდეს იმ თაზე, სადაც კიდობანი დგას ნოესი, შენი ძმისა.
და პოვებს იქ სხვა მელქისედეკს, რომელიც იქ 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და იმალებოდა კეფთაყვანისმცემელი ხალხისგან, რათა არ მოეკლათ იგი. გამოიყვანს მას და იქნება იგი პირველი მღვდელი მეფე ქალაქ სალიმში. ნახეთ სხვა მელქისედეკზე საუბარი. კიდობანში შესული იყო ეს მელქისედეკი, იმიტომ რომ აქ წერია უყურე, ავიდეს მთაზე, სადაც კიდობანი დგას ნოე შენი ძმისა და პოვებს იქ სხვა მელქისედეკს, რომელიც იქ 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და იმალებოდა კეფთაყვანისმცემელი ხალხისგან, რათა არ მოეკლათ იგი, ანუ ნოესთან კიდობანში შევისული იყო მელქისედეკიც, ის სხვა მელქისედეკიც. გამოიყვანს მას და ის იქნება პირველი მღვდელი და მეფე ქალაქ სალიმში. ამ პირველსახე მელქისედეკის, ამ პირველსახე მელქისედეკის ამ ყრმის, რომელიც ედემის ბაღში წაიყვანა მთავრმოქმედის მიქაელმა, ამის პირველ სახეთ, ანუ იქნება მღვდელთა საწყისის წესი. დაღესრულება წელთა რიცხვი იმ ჟამამდე 3422 წელი ადამის დასაბამიდან და შექმნიდან. ანუ ნოემ კიდობაში მელქისედეკის შეუყვანია, ოღონდ სხვა ის პირველი არა, რომელიც მიქაელმა წაიყვანა ზეცაში, ედემის ბაღში. და იმ მელქისედეკიდან იქნება 12 მღვდლის წლები, მათი რიცხვი ამ დიდ ზღუდამდე, ამ დიდ მთავრამდე. ის არის წინამძღოლი, რომელიც წინამძღოლობას გაუწევს ყოველ შექმნილსა და ხილულს. ის არის წინამძღოლი, რომელიც წინამძღოლობას გაუწევს ყოველ შექმნილსა და ხილულს. წინამძღოლობას გაუწევს, აქაც იესოზია. და ჩასვდა ნერი პირველ სიზმარს და ირწმუნა იგი და მიუგო მიქაელს და უთხრა, კურთხეულ არსოფარი, რომელმაც დღეს განგადი და ჩემთვის და ახლა აკურთხე შენი მონა ნირი, რამე თუ უახლოვდებით ამ წუთის სოფლიდან გასვლას. წაიყვანე ყრმა და უყავე მას ისე როგორც უფალმა გიბრძანა. და წაიყვანა მიქაელმა ყრმა იმავე ღამეს, რომელსაც ჩამოვიდა, აიყვანა იგი თავის ფრთებზე და დასვა ედემის ბაღში. და განეღვიძა ნირმა, განთიადისაც შევიდა თავის კარავში და ვერ პოვა ყრმა და სიხარულის ნაცვლად დაემკვიდრა მეტად დიდი მწუხარება, რამე თუ არ ყავდა სხვა ძე ამის გარდა. ასე დაასრულა ნირმა თავის სიცოცხლე და ამის შემდეგ აღარ ყოფილა მღვდელი ხალხში და იმ ჟამიდან ჩამოვარდა დიდი აღრევა დედამიწაზე. ანუ ეს მელქისედეკი მიქაელმა წაიყვანა და ნირს უთხრა, რომ არის გადამალული ნოეს კიდობანზე სხვა მელქისედეკი, რომელიც იქნება ამ პირველ სახე ამ მელქისედეკის მღვდელთა საწყისის წესითო. ამ პირველ სახე მელქისედეკის მღვდელთა საწყისის წესით. თავის 72 და ამით სრულდება. უფლის ბრძანება ნოესადმი კიდობნის აგების შესახებ. და მოუხმო უფალმა ნოეს არარატის მთაზე, ასურეთსა და არმენიას სომხეთს შორის, არაბეთის ქვეყანაში, ოკეანეს პირას. და უთხრა მას, ააგე იქ კიდობანი 300 წყრთა სიგრძით და 50 წყრთა სიგანით და 30 წყრთა სიმაღლით. გაუკეთე 2 სართულების შუაში, ხოლო მისი კარები 1 წყრთიანი იყოს. და მათი 300 წყრთა ჩვენებურად 15,000-ია. და ასევე მათი 50 ჩვენებურად 2500 და მათი 30 ჩვენებურად 900, ხოლო მათი 1 წყრთა ჩვენებურად 50-ია. ამ სათვალავის თანახმად ინახავენ იუდეველნი ნოეს კიდობნის ზომებს, სწორედ ისე როგორც უფალმა უთხრა მას. და ყოველ თავის განზომილებას და ყოველ წესს დღემდე ამგვარადვე აღასრულებენ. და განახმნა უფალმა ღმერთმა ზეთის კარნი და მოდიოდა წვიმა დედამიწაზე 150 დღის განმავლობაში. და მოკვდა ყოველი ხორციელი. და იყო ნოე 500 წლის, როდესაც ჩვა 3 ძე, სემი, გამი და იაფეტი. თავისი 3 ძის შობიდან 100 წლის შემდეგ შევიდა იგი კიდობანში, ებრაელთა სათვალავით ияრის თვეში, ხოლო ეგვიპტელთა სათვალავით ფამენოთის, ანუ ნოემბრის თვის 19 დღეს. და დაცურებდა კიდობანი 40 დღის განმავლობაში და ყოვლად იმყოფებოდნენ ისინი კიდობანში 120 დღეს. საერთოდ არ წერია ცხოველები, ფრინველები და ისინი შეიყვანა საერთოდ. და შევიდა იგი კიდობანში 600 წლისა, ხოლო თავისი ცხოვრების 600 პირველ წელს გამოვიდა კიდობნიდან ეგვიპტელთა სათვალავით ფარმუტის თვეში, ხოლო ებრაელთა სათვალავით ნისანის, ანუ აპრილის თვის 22 დღეს. წარღვნის შემდგომ იცოცხლა მას 350 წელი დააღესრულა. იცოცხლა მას ყოვლად 950 წელი უფლის ჩვენი ღმერთის სიტყვისამებრ. ამით დასრულდა მეორე ენოქის წიგნი. მადლობა მოსმენისათვის. კურთხეულ არს უფალი ადონაი ღმერთი ჩვენი, რომელსაც ჩვენი დიდება დასაბამიდან აწდა მარადის და უკუნისამდე. ამინ.
ენოქის მეორე წიგნის ებრაული ვერსია ებრაულ დედანში 24 თავისგან შედგება, თუმცა მუხლების სირთულის და კომპლექსურობის გამო ჩვენ იგი 72 თავად დავყავით. ეს ცვლილება ემსახურება როგორც ტექსტის შინაარსის უკეთესად აღქმას, ისე მისტიკურ სიმბოლოს, რაც ღვთის 72 საიდუმლოს სახეს შემ ჰამეფორაშს უკავშირდება. მოცემული გამოცემა შედარებულია მეორე ენოქის წიგნის კლასიკურ ინგლისურ ვერსიასთან, რომელიც 68 თავს მოიცავს, ხოლო 79-72 თავები დართულია ორიგინალური ებრაული ვერსიის 22-24 თავებიდან. მადლობა მეგობრებო მოსმენისათვის და გემშვიდობებით.